გამარჯობა, SRBS პოდკასტის დროა. პრობლემები ქართულ ფეხბურთში და ზოგადად ეროვნულ ჩემპიონატში. რა საერთოა მადრიდის რეალსა და გორის დილას შორის? დღეს ჩვენ სტუმარია საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მწვრთნელი, ამჟამად კი ახალციხის სამცხეს დამრიგებელი უჩას ოსიაშვილი. უჩა, მოგესალმები. სასიამოვნოა შენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. მადლობას მოგიხდით თქვენ მოწვევისთვის, უმეტესი მადლობა, რომ ესეთ შესანიშნავ გადაცემაში მაქვს შესაძლებლობა, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო და მადლობა კიდევ ერთხელ. ცოცხლ. როგორ ხარ? კარგად, მშვენივრად. ვცდილობ, რომ ქართულ საფეხბურთო რეალობას თვალი გაუსწორო და შრომა არჩევა. ძიმე რეალობას. ძიმე რეალობას გეთანხმებით. თვითონ საკლუბო დონეზე და იგივე ბავშვთა ფეხბურთში რა სიტუაციაც აქვს, იქიდან გამომდინარე შეგვიძლია რომ ესე დავარქვათ. ახალციხეში ხარ. კი ბატონო, ეხლა ამ ეტაპზე ახალციხის სამცხე, რომელიც რეგიონალ ლიგაში იღებს მონაწილეობას. ჩვენი მიზანია წლევანდელი, რომ რანგით ერთი საფეხურით ავინაცვლოთ და მეოთხე ლიგაში ავიდეთ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. პირველ პოზიციაზე ვიმყოფებით, 5 ქულით უსწრებთ მეორე ადგილოსას და შესაბამისად თუ ესე გავაგრძელებთ წლევანდელ დასახულ მიზანს დარწმუნებული ვარ, კარგად შევასრულებთ. 12-დან 12 მოგება. 12-დან 12 გამარჯობა, კი. ახალციხის ხელმძღვანელობა ადგილობრივი მერია გუბერნია მაქსიმალურად გვერდში უდგას ფეხბურთს და ცდილობს რომ ხელი შეუწყოს და ფეხბურთის პოპულარიზაცია მოხდეს ადგილობრივ რეგიონში. შესაბამისად აქედან გამომდინარე დაისახეს მიზნად, რომ გუნდმა მიაღწიოს მაქსიმუმ შედეგებს და დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისე გავითარდეს, რომ უმაღლეს ლიგაში შეძლოს თამაში, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ მქონდა საუბრები, განვიხილეთ, რომ სწორი განვითარებისთვის საჭირო იყო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაზეც თანხმობა მივიღე მე პირადად ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან, უკვე უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება და სტადიონის სრული რეაბილიტაცია მოხდება. და ასევე იგეგმება სტადიონის გვერდზე 100 მეტრი სიგანე 60 მეტრი მეორე სტადიონი რო განთავსდეს, მოედანი ცენტრალური, ტრიბუნები, განათება, სარბენი ბილიკი და ასევე გასახდელები მოეწყობა სრულად. ეს არის მესხეთი სადა. იგივე მესხეთი არის, უბრალოდ ამ ეტაპზე სამცხეა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვახსენებ, ეხლა ზიგმუნდ ზილბერშტეინია, ყოფილი სპორტსმენია, მორბენალი, უაღრესად კარგი პიროვნება, კარგი ადამიანი, ასევე დავით მერაბიშვილი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებენ ამ ეტაპზე ახალციხის ფეხბურთისთვის, რომ განვითარდეს. რაც შეეხება სამცხეს საკითხს, ჩვენ გვინდოდა რომ წელსვე მოგვესწრო, უბრალოდ ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა ჩვენი განაცხადის გაკეთება და შემდეგი სეზონიდან აუცილებლად იქნება სახეშეცვლილი გუნდის სახელი სამცხეს მაგივრად ახალციხის მესხეთი დაერქვა. კი ბატონო, იმიტომ რომ ეს არის ტრადიციული და შესაბამისად იმ პერიოდში, როდესაც სამცხე დაერქვა, პარალელურად არსებობდა მესხეთი და არ გამოდიოდა რომ ორი მესხეთი ყოფილიყო. შესაბამისად მე მოხდა უკვე გაუქმება. ეს გუნდი დაარსებულია 2024-ში, შესაბამისად ეხლა უკვე შესაძლებელია რომ ჩვენ სახეცვლილება გავაკეთოთ, სახელის ცვლილება და შემდეგი სეზონიდან აუცილებლად მოხდება ამ სახეცვლილება. ხომაგობთ განსაკუთრებით, ხო, იცი, ინასარიძეები მაქიდან არიან. დავით ინასარიძე, ტიგანა. კი ბატონო. მეტსახელად ტიგანა, ხო? კი ბატონო, ტიგანა შესანიშნავი. აუ, მაგის გოლი, მაგ ნანახი. ახალციხე ორჯერ მომიწია სუსარბიელიდან, მაშინ ახალციხეში წასვლა და ერთ-ერთ თამაშზე ვიყავი, მახსოვს 2-0 მოუგეს. აი დაახლოებით როგორი გოლი გაიტანა, ცენტრიდან წაიღო სამ კაცს ჩაუარა, რაღაც არ შეიმჩნია და გოლი შეერთა. ეს ვიდეო არსებობს, კი, ითამაშა. შარშან ითამაშა რეგიონალ ლიგაში. კი ბატონო, მე მეორე წრეში მომიწია რამოდენიმე თამაში ჩატარება, შარშა როგორც თავარი მწვრთნელის რანგში და ამ დროს გუნდში ირიცხებოდა. და მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო სავარჯიშო პროცესში და სამართლიანად არ ვიცნობ და აქედან თუ გვიყურებს მოგვარებს მოკითხვა.
უჩა მან დის იყო ხოლმე რა ქვია კომპლექსიც იყო მაშინ მახსოვს აი სტადიონის გვერდზე რაღაცა სტადიონის გვერდზე სახელმწიფომ გააკეთა სრულიად ახალი კომპლექსი რომელიც 15 მილიონი ლარი დაჯდა ეს არის საცურაო აუზი საკალათბურთო დარბაზი და სრული კომპლექსი რაც სპორტულ სახეობებს მოიცავს სადარბაზო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფერი არის გაკეთებული და სამომავლოდ რა თქმა უნდა კლუბს შესაძლებლობა ექნება რომ გამოიყენოს ეს დარბაზები ის ტრიბუნა არის უჩა სტადიონზე ცენტრალურ სტადიონზე შეფენილი ტრიბუნა რო არის ტრიბუნა არის და საკმაოდ მე ვფიქრობ რეაბილიტაციის შემთხვევაში უკვე როდესაც გაკეთდება და დაგეგმილი არის და უახლოეს პერიოდში უკვე ტენდერი გამოცხადდება. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონი იქნება. საქართველოში ახალციხის სტადიონის სახით რა. აუხსნათ მაყურებელს სად თამაშობთ და სად ვარჯიშობთ, რომ ვიცოდეთ. სწორედ ამ მიზნით, რომ როდესაც იგეგმებოდა სტადიონის რეაბილიტაცია და გავიარეთ ეს საკითხები, შევთანხმდით იმაზე, რომ არ გამოდიოდა მერე პროცესში აყარასრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შემდგომ წამოსვლა. ვიცოდით, რომ ესე მოხდებოდა აუცილებლად წლევანდელ სეზონში და თავიდანვე გადავწყვიტეთ რომ გუნდი თბილისში ყოფილიყო სახლის მატჩებიც გვინდოდა რომ თბილისში ჩაგვეტარებინა უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოხერხდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თითქმის ყველა სტადიონი დაკავებულია და ამის გამო კასპში ვიღებთ სახლის თამაშებს ესე რომ ვთქვათ იქამდე სანამ არ გაკეთდება საერთოდ მოედანი ეს არის? უბრალოდ არის, მაგრამ იქ ჩვენ ვარჯიშებს ვერ გავმართავდით. შესაბამისად თამაშისთვისაც არ არის იმ დონის მოედანი, რომ ამ ეტაპზე თამაში სრულფასოვანად ჩაგვეტარებინა ისე როგორც ჩვენ გვინდა განვითარებისთვის რა და ვამჯობინეთ, რომ ეს წელი სანამ რეაბილიტაცია მოხდება, ეს წელი აქეთ ჩაგვეტარებინა. მაგ ხელოვნურ საპირებთან ხელოვნური მოედანი იქნება კი და უკვე შესაბამისად სამომავლოდ თუ კლუბი განვითარდება სწრაფი ტემპებით რომ ავიდეს ეროვნულ ლიგაში სათამაშოდ უკვე მე შესაბამისად აუცილებლად მინდორის გაკეთდება ესეთი იყო საუბარი ჩემსა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას შორის, რაზეც საუბარი ერთი და ფაქტია, რომ უკვე რეალობაში აისახება ეს ყველაფერი, რომ ჩვენ უკვე ველოდებით ტენდერს, რომელიც ძალიან მალე გამოცხადდება და დაიწყება სტადიონის რეაბილიტაცია. რა მაგარი. და ვარჯიშით მასივში ხო? მასივში ყოფილი ლოკომოტივის ბაზა, ეხლა რეგბის ბაზა არის. საკმაოდ კარგი მოწესრიგებული ბაზაა. თავის სატრენაჟორო დარბაზით, საცურაო აუზით, საკონფერენციო დარბაზებით და ხელოვნური მოედანი უბრალოდ მაინც თავის პრობლემა ახლავს, რომ რეგბის ხაზებია და ის სტანდარტი არ არის შეიძლება მოედნისა, მაგრამ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე რა დონეზეც ვიმყოფებით, აკმაყოფილებს სრულად ეს ბაზა. არა მარტო ჩვენ დონეზე, მე ვფიქრობ, რომ ქვედა ლიგები, რომელიც არიან მეოთხე მესამე ლიგის დონეზე. დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის დამერწმუნეთ. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გავაკეთეთ. უამრავი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს ეხლა თუნდაც ჩვენს გუნდში იგივე კოკა სეფიაშვილი 39 წლისა, თემურ მარკოზაშვილი, რომელიც სამტრედიაში იყო და უამრავ ქართულ კლუბებში იყო, ვაჯიკო ნემსაძე, რომელიც უამრავი გამოცდილების არის და იგივე მამამის შვილია. და თვითონ საქართველოს დონეზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და ლუკას ოსიაშვილი, ზურა გელაშვილი, უამრავი ზოსიაშვილი, ზურა აბჟანდაძე, რომელიც ლოკომოტივის აღზრდილები არიან, საკმაოდ კარგი დაკომპლექტებული გუნდი არის. ბავშვებით არ ხარ. ბალანსი არის გაკეთებული, მე ესე ვიტყოდი, ეხლა მე ჩამოთვალე ის ფეხბურთელები თითქმის, ვინც გამოცდილია და ასაკიანი. აი დანარჩენი უკვე ეს თანხმედრაში არის, რომ უკვე ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან 28, 19, 21 წლის ბიჭები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა უჩა მოდეში გაწყვეტილებ გითხარი რა ხდება რეგიონალ ლიგაში ახლა სიმართლე რო ვთქვა საერთო წარმოდგენა არ მაქვს რა რა თქმა უნდა ახლა თუ არ შეიხედა აქტიურად არ ჩაიხედე ამ საკითხში ცოტა რთული არის რომ ესე დეტალურად გავიგოთ და ინფორმირებული ვიყოთ. სამი ზონა არსებობს, ორი აღმოსავლეთის და ერთი დასავლეთის. არა, ეგენ დაახლოებით ვიცი სისტემა. 14 გუნდი არის, 14 გუნდი იღებს მონაწილეობას. პირველი ადგილოსანი გადადის
ეგრევე მეორე ადგილოსანი თამაშობს გადათამაშებას. ორი აღმოსავლეთის გუნდი თამაშობს ერთმანეთში. მერე აქედან გამარჯვებული ეთამაშება დასავლეთ ლიგაში გამარჯვებულს და შესაბამისად მეორე ადგილოსანსაც შესაძლებლობა აქვს რომ გადავიდეს უკვე რანგით მეოთხე ლიგაში. რაც შეეხება ახლა რა თქმა უნდა დონეს სიტუაციას მე ჩვენ აღვნიშნეთ. კი, აი ზოგად ვითარებას ჩემ პირადი წარმოდგენით მე ვიტყოდი რომ თუნდაც მესამე ლიგამდე სრულად შესაძლებელია რომ აი ეს ფეხბურთელები რომლებიც აქ იღებენ მონაწილეობას სრულად დააკმაყოფილებდნენ თუნდაც მესამე ლიგის დონეს. არა მარტო ჩემ გუნდში, უამრავ გუნდში იყო ისეთი ფეხბურთელები, რომელიც თავის და არა მარტო მესამე ლიგას არიან ფეხბურთელები, რომლებიც ლიგა 2-საც დააკმაყოფილებენ და ლიგასაც მაჩვენებთ. აგერ 2 წლის წინანდელი ამბავია, 2 წლის წინ რეგიონალ ლიგაში თამაშობდა ეს ბედოშვილი. კი ბატონო. და ახალგაზრდულ აი ზუსტად მაგაზე მინდოდა მე თქვა ხაზი გამესვა მე მყავს დამხარვეცნელი ვოაშაძე უამრავ კლუბებში აქვს ნამუშევარი საკმაოდ კარგი გამოცდილი სპეციალისტია და სწორედ ვოაშაძის პერიოდში იყო რომ რუსთავში თამაშობდა ეს ბიჭი მოეწონა წამოიყვანა ორფში და ამის მერე იწყება ამ ფეხბურთელის განვითარება და ფაქტიურად ერთ წელიწადში იმხელა ნახტომი განიცადა და გააკეთა ამ ფეხბურთელმა რომ ყველა კი, აი C0 იყო მოსული, მაშინ ვახსენეთ ეგ ვოაშაძის დამსახურებაც და ხო, ბედოშვილი მართლა არა, მხოლოდ ბედოშვილი იყო ესეთი კიდე, აი გაბისკირია რო იყო, მეხუთე ლიგაში თამაშობდა, მერე უცებ მოხდა უმაღლესი. აი არ ვიცი ხო ცოტა გადაჭარბებულად შეიძლება ითქვას, მაგრამ აი ხო თუნდაც ჩვენს გუნდში ფეხბურთელები არიან, სრულად შესაძლებელია, რომ თუნდაც ეროვნულ ლიგაში თამაშობდნენ რა. მე ვერ ხედავ აქ ძალიან დიდ განსხვავებას. იგივე თასზე ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და შევხვდით თუნდაც მესამე ლიგის დონის გუნდებს და იგივე ლიგა 2-ის გუნდებსაც უყურებდი მე. იმიტომ რომ შესაძლებელი იყო რომ შევხვედროდით და სამწუხაროდ უნდა დავაფიქსირო ის ფაქტი რომ მე ვერ ხედავ იმ დიდ განსხვავებას, რაც შეიძლება, არ ვიცი, ვიღაცისთვის შეიძლება იქით სხვანაირად იყოს, მაგრამ ესე არ არის რა. და ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს იმის განცდა თუ სწორად ივარჯიშებს, იშრომებს, მაქსიმუმს გააკეთებს, შეიძლება თუნდაც ერთ წელიწადში, როგორც ბედოშვილმა მოახერხა, ძალიან დიდი პროგრესი განიცადოს და უკვე მერე შემდგომ მოახერხოს და ითამაშოს უმაღლეს დონეზე რა. უამრავი მაგალითი შემიძლია უცბად ახლა იგივე გამახსენდა მე ფაცაციას მაგალითი მარტვილის მერანში იყო, მარტვილის მერანი იმ წელიწადს რამის გავარდა ლიგა 2-დან და მაგ დროს მე დავინიშნე ქობულეთის შუქურაში, დაუძახე, ველაპარაკე, აუხსენი მის შესახებ როგორ ფიქრობდი, რა წარმოდგენა მქონდა და 6 თვეში, მაშინ ის ქობულეთი არ იყო ახლა ის რომ არც ფინანსურად გამოირჩევოდა, არც ინფრასტრუქტურით, არც დამოკიდებულებით, მაგრამ ნახევარ წრეში გაიტანა 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და წავიდა ბათუმის დინამოში და იმ წელიწადს ჩემპიონი გახდა. ანუ ფეხბურთელი რომელიც იყო ლიგა 2-ში და შეიძლება გავარდნილიყო, ერთ წელიწადში მოხდა ჩემპიონ გუნდში და ოქროს მედალი აიღო. დავამატებდი, მე მახსოვს ის სეზონი ლიგა 2-ში როცა იყო მარტვილის მერანი და როცა თამაშობდა როტაციის ფეხბურთელი იყო ესე ძირითადად. ძირითადის ფეხბურთელად არ განიხილებოდა, კი ბატონო, გეთანხმებით და უმეტეს შემთხვევაში სათადარიგოს გამზე უწევდა ყოფნა და იქიდან თამაში და ფაქტიურად ერთგვარი უმოტივაციო ფეხბურთელად იყო ჩამოყალიბებული, თუმცა რა ცოტნე ძალიან კარგი ბიჭი არის. ჩვენ რა საუბარიც ჰქონდა, აბსოლუტურად ყველაფერი გამართლა მის შესახებ. მათ შორის მე უწინასწარმეტყველო რომ ნაკრებში შეეძლო მოხვედრა 21 წლამდე ნაკრებში და უკვე ფაქტიურად ფინალური ეტაპი იყო, ერთი გამოძახება კი გამოუძახა რამაზიმ, იყო და ფიზიკურად მთელი 2 წელი სხვა ფეხბურთელებზე როდესაც აკეთებდა აქცენტირებას, იმ ძირითად ბადეში აღარ მიეცა ცოტნე შესაძლებლობა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ფაქტიურად ლიგა 2-ის გასავარდნი გუნდიდან, ანუ მე იმას გულისხმობ, რომ თუ კი მაქსიმუმს ჩადებს წვნელიც, ფეხბურთელიც და სწორად იშრომებენ, ყველაფერი შესაძლებელია, რომ გააკეთდეს დღევანდელ ქართულ საფეხბურთო რეალობაში. უჩა ემეს არ იყოს, რა ქვია, ქვევრის. მან საიდან აღმოჩნდა? ხა გითხარე. რაც შეეხება, როდესაც გადაწყვიტეს ახალციხეში ფეხბურთი განევითარებინათ, ჩემი ბავშვობის გამზდელი მწვრთნელია ესე რომ ვთქვათ, კობა ჟორჟიკაშვილი, მას დაუკავშირდნენ და შესთავაზეს, რომ ესე გვინდა რომ ჩვენ გვერდში დადგე და მოგვეხმარო განვითარებაში. იმ დროისთვის
კობა დაკავებული იყო და სხვა კლუბებში მუშაობდა და რეკომენდაცია გაუწია ჩემს შესახებ. მე ამის მერე უკვე მოხდა შეხვედრა, გასაუბრება, როდესაც უკვე მოვისმინე თვითონ ახალციხის ხელმძღვანელობისგან თუ რა გეგმა ჰქონდათ, რა უნდათ გაეკეთებინათ, როგორ უნდათ გაეკეთებინათ. ამის შესაბამისად ჩავთვალე რომ ღირდა მუშაობა. იქიდან გამომდინარე რომ ყველა მწვრთნელის ოცნებაა რომ იყოს სტაბილურ გარემოში რა. ძალიან რთულია ქართული რეალობას ალბათ თქვენ ყველა თვალს ვადევნეთ და ყოველ 6 თვეში ერთხელ მწვრთნელები იცვლება და სამწუხაროდ ქართულ მწვრთნელებზეც ნაკლები ინტერესი წამოვიდა ეს ბოლო პერიოდი და ძირითადად უფრო ჩამოყვანილ მწვრთნელებზე აკეთებენ აქცენტირებას. შესაბამისად თუნდაც რა რეალობაცაა მოცემული გინდა ლიგა 2-ში, გინდა ლიგა 3-ში და ასე შემდეგ ბევრად უფრო მომხიბვლელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს გარემოება, რომ გრძელვადიანი პროექტი, გეგმა, განვითარება, ვიდრე ის, როდესაც მიდიხარ გაურკვეველ სიტუაციაში, ნახევრად ჩამოსულ სიტუაციაში, ამის გამოცდილებებიც მე ბევრი მქონდა შესაბამისად და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მერჩინა სრულად ნულიდან დამეწყო, ყველაფრის კეთება და გამევითარებინა რაღაც კუთხით, ვიდრე ის რომ სიტყვაზე ესე შუაში სადმე მიხვიდე და მე ნუ იქ საქმე ვერ გამოდის. ლიგაში უნდა აიყვანო გუნდი. ნუ გეგმა ესეთია, რომ გვინდა რომ ესე ნელ-ნელა და ეტაპობრივად გამოვითაროთ, მაგრამ ყველაზე დიდი გეგმა მე რაც არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი გეგმა შესაძლებელია, რომ ყოველთვის განახორციელო, მაგრამ ის საკითხი რომ ახალციხეში სტადიონი გაკეთდება, ეხლა მე არ დავიწყებ რომ ეს ჩემი დამსახურება არა, ეს ყველას დამსახურებაა ხელმძღვანელობის, ჩემი ადგილობრივი ხელმძღვანელობის, მერია, გუბერნია, რომ ეს ერთობლივი ჩემი პირველადი მოთხოვნა იყო, რომ თუ კი გაკეთდება ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში დავრჩები და ვიმუშავებ. იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, ინფრასტრუქტურა როდესაც გაკეთდება, შესაბამისად ამას მიეუბნება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და მთავარი და ყველაზე დიდი საძირკველი იქნება ჩაყრილი, რომ ფეხბურთის განვითარება დაიწყება აქტიურად იმ რეგიონში. აი შემდგომი უკვე განვითარებებია ეგ რომ უმაღლეს ლიგამდე უნდა ავიდეს კლუბი თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ და რანაირად, მაგრამ პირველი და ყველაზე დიდი საძირკველი ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებები ეს არის არ არსებობს გამორიცხულია რომ გააკეთდეს. ეხლა ამ ეტაპზე სულ 3 ფეხბურთელი რიცხება ადგილობრივი და მაგალითად მე სურვილი მაქვს რომ 3 კი არა ნახევარზე მეტი იყოს ადგილობრივი, იმიტომ რომ რეგიონალურად თუ არ განვითარდა ფეხბურთი, იგივე სამეგრელოში მეგრელი ბავშვებით, იგივე იმერეთში იმერელი ბავშვებით და ასევე აჭარაში აჭარა და კახეთში კახეთი, ძალიან რთული იქნება რომ ჩვენ განვითარებაზე ვისაუბროთ ფეხბურთისა და ამიტომ რეგიონალურად უნდა განვითარდეს, ოღონდ რეგიონის ფეხბურთელებზე უნდა მოხდეს მეტი აქცენტირება. ბავშვთა ფეხბურთი არის საერთოდ ამ ეტაპზე არის სკოლა. კი, არის სკოლა, ცდილობენ მაქსიმალურად იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი, თუმცა ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, თუ როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე სპორტული მიმართულებით, მწვრთნელთა განათლება, ლიცენზირება, ეს გადამწყვეტი ფაქტორებია, რომ შესაბამისი კადრები, შესაბამისი რაოდენობით არსებობდეს ადგილობრივად რეგიონში, რომ მე ადვილად გაუძღვენ საქმიანობას, იმიტომ რომ შეიძლება არის დღეს 2 მწვრთნელი და არ არის საკმარისი ეს იმისთვის, რომ რეგიონის ბავშვები სრულად გადანაწილდეს 2 მწვრთნელზე და საჭიროა 10 ლიცენზირებული მწვრთნელი. და აი უჩა, ეხა იმას აუცილებლად გავუყვებით იმ 2015 წელს გორის ამბებს და ისა უბრალოდ ეხლა ეს კვირა და ზოგადად ბოლო წლები და რა ვიცი ხა არ მინდა საიდან დავიწყო 1990 წლიდან შეგვიძლია დავიწყოთ რაც ყველაზე ძალიან გულს ვტკენს რა ეს ქართული კლუბების ესეთი მდგომარეობა და ნამუშევარი ხა ფაქტიურად ყველა ლიგაში ესე გამოდის და პირველშიც მეორეშიც მესამეშიც ხო და მოდი რა აი თავიდან ბოლომდე აი რა დაგვიხატე რა გჭირს რა ზოგადად რატო ხდება ეს ყველაფერი რა ხდება ქართულ საკლუბო ფეხბურთში ნუ რეალურად ჯერ მოკლე პასუხი იქნება და მე გავავსო გია ჭიაბრიშვილის სიტყვას შეგახსენებ გეტყვი უბრალოდ წინა გადაცემაში იყო
პრეზიდენტი ჩვენ არ ვყავსო, წვრთნელი ჩვენ არ ვყავსო, ფეხბურთელი ჩვენ არ ვყავსო, კომაგი ჩვენ არ ვყავსო. ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს იგივე ჭიაბრიშვილს და მისი სიტყვა დაიჯერება, ხო, შესაბამისად. ნუ შესაბამისი განათლება იგულისხმება. რა თქმა უნდა, უამრავი გამოცდილებით არის გია, ძალიან დიდ პატივსცემს და წარმატებებს უსურვებ ბათუმში და გამძლეობას, რომ ამ გარემოებაში მოახერხოს, რომ შეინარჩუნოს სიტუაცია და თუ შეანარჩუნებინეს ყველა მდგომარეობით და გათვალისწინებით, იმიტომ რომ გიაზე არ არის დამოკიდებული მხოლოდ მისი მოვალეობა. ხო არა, აი თქვენგან გვაინტერესებს, აი რა თქმა უნდა, მე მესმის სწორად დააფიქსირეთ ის, რომ ახლა თითქმის ყველა ლიგაში ნამუშევარი მაქვს და 6 წლიდან დაწყებული ბავშვებით 18 წლამდე და ეს საფეხბურთო სკოლებზე მაქვს საუბარი, მათ შორის ქალთა ეროვნულ ნაკრებშიც მაქვს ნამუშევარი 2012 წელს და ასევე ეროვნული ჩემპიონატის თითქმის ყველა ლიგაში მივიღე მონაწილეობა. ესე მოკლედ რო ვთქვა. არა, მოკლედ არ გამოვა. მოკლედ არ გამოვა. მოკლედ ვერ გამოვა. ვერ გამოვა. შესაბამისი უბაში რომ მოვიყვანოთ გადაცემის, მაშინ აისე ჩავეტევი რომ ვისაუბრო და გავცე ამ კითხვას პასუხი. ეს არის ყველაფერი მოდის საბოლოო ჯამში ორი მთავარი კრიტერიუმია რა. ეს არის ბავშვთა ფეხბურთი და ეს არის ეროვნული ჩემპიონატი, ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4 და ლიგა 5 და მათ შორის მომუშავე ადამიანები რა. აი ეს ორი საკითხი თუ დარეგულირდება, აი ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ ფეხბურთის განვითარებაზე ვისაუბროთ. მაგრამ ყველაზე მთავარი დეტალი ახლა ამ კითხვიდან გამომდინარე, თქვენ რა გჭირს? აი რა გჭირს უნდა ჩავიდეთ 90-იანებიდან როგორ მოდის ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობა, რანაირად მოდის, როგორც ფინანსურად, როგორც ინფრასტრუქტურულად, როგორც მართლობით, მართვა ყველაზე მთავარი დეტალია. ავიღოთ ნებისმიერი ევროპული ქვეყნები რა, ყველა განვითარდა მართვის კუთხით, როგორ მართონ, როგორ წაიყვანონ. ორი მიმართულება, ხო, ეს არის მენეჯმენტი, ეს არის სპორტული მიმართულება, რომელიც გადამწყვეტია და ასევე ინფრასტრუქტურა თანხმედრაში უნდა იყოს, რომ თუ ინფრასტრუქტურა არ გაგაჩნია, თუ მენეჯმენტი არ აქვს კარგი და თუ შესაბამისად სპორტული მიმართულება არ აქვს სწორი, შენი განვითარება არ იქნება. ეს ყველაფერი ახლა უნდა გავაპირებოთ იქიდან გამომდინარე, შეიძლება ყველა კლუბს არ ეხება, მაგრამ დღეს საქართველოში რამოდენიმე კლუბს მაინც აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ინფრასტრუქტურაც რაღაც დონეზე აქვს, მენეჯმენტიც არის და სპორტული მიმართულებითაც რო ავიღოთ, შესაბამისი კადრებით არიან დაკომპლექტებული. მაგრამ ის შედეგი მაინც არ არის. რაც უნდა იყოს. აი ეხლა მივიდივართ ვისთან, ხო? წამყვან კლუბებზე ლაპარაკი თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო და ესეთი კლუბებზია, იგივე იბერია, ხო, ამ შემთხვევაში. დილა. იგივე გორის დილა. წარმატება თითლება ის, რომ უნდა გავიდეთ ჯგუფში, ხო? ალბათ, მაინც ესე უნდა გავმიხილოთ რა. ფაქტიურად ყველა გზაც სადეთ, ხო? ქართველებით ცდიდით და მე ჩათვალეს, რომ ეს ცდარი გზა იყო და გადაწყვიტეს, რომ უცხოელები უნდა მოიყვანათ. მე გადაწყვიტეს, რომ ქართველი მწვრთნელებით არ გამოდის და ეხლა უცხოელი მწვრთნელები უნდა მოიყვანოთ და ესეც ნახეთ, რომ აქედანაც არაფერი გამოვიდა. მაგრამ მთავარი დეტალი რა არის? ყველაფერი იცვლება, მართვა არასდროს არ იცვლება და მიდგომები არასდროს არ იცვლება. ესე იგი რაში არის აქ? თუ ფული გაქვს, თუ ყავს კადრები, მაგრამ საქმეს ვერ აკეთებ. ესე იგი უფრო სიღრმისეული დაკვირვებაა საჭირო. მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთონ, რომ ჩავიდნენ და ნახონ როგორ განვითარდნენ 2012 წელს გაიოს დარსაძე იყო მაშინ მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელი, წაგვიყვანეს მალტაში, მოკლედ ქალთა ფეხბურთის მიმართულებით იყო როგორ ანაირად და ზოგადად მალტაში ფეხბურთი როგორ ვითარდა. 2012 წელს საერთოდ ასად არ ჩარდა მალტის ფეხბურთი. დაახლოებით 20 წლიანი გეგმა ჰქონდათ წარმოდგენილი, გაგვაცნეს როგორ უნდა განვითარებულიყო ფეხბურთი, რა უნდა გაეკეთებინათ, როგორ უნდა გაეკეთებინათ. დღეს ვიცით რომ ჩვენ წავაგებთ, შედეგი არ იქნება, მაგრამ ეს ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველა მიმართულებით აბსოლუტურად ბავშვთა ფეხბურთი, ჩემპიონატი, სანაკრებო დონე და ფაქტი არის, რომ განავითარეს, ეხლა კი არ მოწყვიტეს ვარსკვლავი, მაგრამ განავითარეს რა წინ წავიდა. და ჩვენ შემთხვევაში წინ ვერასდროს ვერ წავედით. აშკარა წინ არიან წასულები. არა მარტო მალტა, იგივე არის, მე ხო არ ვიძახი, განვითარებული, ხო, ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანია, ამაზე აღარ საუბრობ. სამოყვარულო ლიგაზე იძახი. რეალურად ეხლა ავიღოთ რა. იგივე ესტონეთი და იგივე ლატვია, ხო? ორივე ქვეყანა
რანგით ფეხბურთი განიხილება ალბათ მესამე სპორტად, ხო, სახეობად, ხო, კალათბურთი, ჰოკეი და მე მოდის ფეხბურთი ალბათ, ხო, ესე არის რა, დაახლოებით. მაგრამ იმ ფეხბურთშიც მესამეა თუ პირველია, ისე ავითარებენ და ისე მენეჯმენტს ისე გეგმავენ, ისეთ მიმართულებას აძლევენ. როგორ შეიძლება სეზონში 4 მწვრთნელი შეიცვალოს? როგორ შეიძლება რომ სუ ფეხბურთელების ბრალი იყოს? აი მოვიყვანე 12 ფეხბურთელი ჩემპიონატის დასაწყისში და სეზონის ბოლოს გაუშვი 15 კაცი. ანუ რა გამოდის? რომ ამდენ კაცში შეცდი კაცო? ანუ 3 ვინც ყავდა ისიც დაამატე და გაუშვი. ანუ 12 რომ მოიყვანე, ესეც გაუშვი გუნდიდან. ამაზე პასუხისგებლობა ვიღაცამ ხო უნდა იყოს და ხო უნდა ეკისრებოდეს რა, რომ ისი რა, მარტო მწვრთნელი აქ მწვრთნელზე არა. მწვრთნელი რა თქმა უნდა აკომპლექტებს თავისი ხედვიდან გამომდინარე, მაგრამ აქ ხედვა მწვრთნელისა კი არ უნდა იყოს. აქ უნდა იყოს კლუბის ხედვა, სპორტული დირექტორის ხედვა და მთავარმწვრთნელის ხედვა ერთმანეთში უნდა ჯდებოდეს და ერთი მიმართულებით უნდა კეთდებოდეს სელექცია. ანუ მწვრთნელს მოწონს ესენი მოყავს. ან სპორტულ დირექტორს მოწონს ესენი მოყავს, მწვრთნელს არ მოწონს ესენი და აქ არის სრული გაუგებრობა და სამწუხაროდ არეულობა ხოლმე. მერე 2-3 თვეში გაუშვებენ მთავარმწვრთნელს, მერე მთავარმწვრთნელის მოყვანილი ფეხბურთელები აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ახალი მოვიდა და ახალს ჭირდება. ანუ რა გამოდის? ისევ დაგეგმარებაში მივდივართ, რომ არასწორი დაგეგმარებით და არასწორი მიდგომიდან გამომდინარე, ხდება მერე ეს როტაცია, რომ ხან იქ არიან ეს ფეხბურთელები, ხან იქ არიან. აი ფეხბურთელებმა ხო უნდა იგრძნოს, რომ აი ამ კლუბის შემადგენელი ნაწილი ვარ, როდესაც მოვიდა გუნდში და მაქსიმუმი კონტრაქტი არის 1 წელი. ხო, აი მე რო ვიცი რომ 1 წელიწადში უნდა წავიდე, ხო, ნუ უკვე არ არის, გავიდე 6 თვე, არავინ არაფერს თავაზობს, ეს ხო შინაგანად და ფსიქოლოგიურადაც მაანგრევს როგორც ფეხბურთელი, რომ არ ვიცი 6 თვის მერე რა მოხდება. მაგრამ შენ თუ მოყავს ფეხბურთელი, ნუ პირობითად ლუკა ხორხელი ძალიან მიყვარს ახლა წყალტუბოში. იგივე ბოლნიში ჩემი ფეხბურთელები იყვნენ, რაღაც პერიოდში ჩემი სული რიცდევს მატჩი და მიხარია და წარმატებებს უსურვ. მაგრამ მან ხო უნდა იცოდეს საერთაშორისო ლუკასთან დაკავშირებით კარგად არის ყველაფერი, რამოდენიმე წლიანი კონტრაქტი დაუდეს და ასე და შემდეგ. მაგრამ მარტო ლუკაზე არა. ყველა ესე უნდა იყოს, რომ უნდა იცოდეს, რომ კი ვიღაცა შეიძლება 1 წლიანიც დაუდო, მაგრამ ბირთვი უმრავლესობა ხო უნდა იცოდეს, რომ ეს არის გუნდის შემადგენელი ნაწილი და მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში იმ გუნდში უნდა ჩერდებოდეს და თამაშობდეს რა. თუნდაც იგივე ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ფეხბურთელებს გადავხედოთ შემადგენლობას, ესე არ იცვლებიან ფეხბურთელები რა. თუ გინდათ გადავხედოთ, აი ბოლო წლების განმავლობაში, რამდენი ფეხბურთელი მოდის სეზონის დასაწყისში და რამდენი მიდის. იგივე აი ლეგიონერი მოდის, ჩამოვიდა 10 ლეგიონერი ჩამოვიდა, 10-ვე გაუშვით 6 თვის მერე. როგორ შეიძლება 10 კაცში შევცდეთ რა? ხო, აი ერთში შეცდო, ორში შეცდო. აი დაკომპლექტებაში ყოველთვის შეცდომა შეიძლება დაუშვო. დაკომპლექტებაში ეს არის გარდაუვალი. იმიტომ რომ ნუ ახლა როდესაც აკომპლექტებ გუნდს და თუ 0-დან აკომპლექტებ და 25 ყავს მოსაყვანი შეცდებ. მაგრამ აი მორჩა პირველი წრე რა და მოყავს სულ 2 თუ 3 კაცი მოსაყვანი. და მოიყვანე ეს 2-3 კაცი და მორჩა სეზონი და გაუშვი ეს 3-ვე კაცი. ანუ 3-ვეში რატოღა უნდა შეცდე, ხო? შენ ხო გაქვს აქ ხო სასელექციო სამუშაოები ამ მთავარმწვრთნელი სპორტული დირექტორი განიხილავენ. მარტო მიმდინარე პროცესი ხო არ არის მნიშვნელოვანი. ანუ სამოვალო გეგმის დაგეგმარება, როგორ უნდა გაკეთდეს. ნუ საბოლოო ჯამში, იმიტომ ვიძახი რომ ძალიან ვრცელი პასუხი გამომდის, ძალიან დეტალებში შევდივარ და ვსაუბრობ და არაფერი ვრცელი ხო, აი ხო, აი მე მინდა ის დავაფიქსირო, რომ საბოლოო ჯამში მართვა, მიდგომა, დამოკიდებულებაში ძალიან დიდი გარღვევებია სამწუხაროდ და არ არის შეთანხმებული, არ არის ერთმანეთზე დაფუძნებული. იგივე ამის ფეხბურთელი, იმის ფეხბურთელი არის. ესე ქვია მაყველა. იგივე აი მაგალითად მოვიდა მწვრთნელი რა. როგორ შეიძლება მწვრთნელი გინდოდეს და 3 თვეში აღარ გინდოდეს? აი ჩემთვის წარმოუდგენელია რა. სანამ მოიყვან და დანიშნავ. აი ხო იცი ის მწვრთნელი რა ფილოსოფია აქვს? ახალგაზრდებზე აკეთებს, გამოცდილებზე აკეთებს, შემტევ ფეხბურთზე აკეთებს, დაცვით ფეხბურთზე აკეთებს, უბრალოდ შედეგის მწვრთნელია, რომ შედეგი აინტერესებს და მეტი არაფერი. ეს ყველაფერი წინასწარ ხო იცი? და როდესაც მოიყვან და მიდის ჩემპიონატი და ეს მწვრთნელი არის მხოლოდ შედეგის მწვრთნელი და ეუბნები რომ სანახაობრივი ფეხბურთი რატო არ არის? ბიჭო, სანახაობრივი ფეხბურთი იმიტომ არ არის რომ ამ მწვრთნელის ფილოსოფია არის რომ მხოლოდ შედეგს მიაღწევს და რანაირად მიაღწევს იმისთვის ან მხოლოდ ფიქრობს რომ დაცვიდან უნდა ითამაშოს და კონჩეტევაზე და მისთვის არ არის მხოლოდ შეტევის და ლამაზი ფეხბურთის სანახაობა ასე რომ. ამიტომ აი ეს წინასწარ
თუ მე მომყავს ხო ილია უნდა მოვიყვანოს მე ხო ვიცი რომ ილიას რა თვისებები აქვს და მე თუ ამას არ მივეცი ნდობა შეიძლება თამაშიც წააგოს შეიძლება არ გამოუვიდეს მაგრამ პირველივე თამაში წააგო всё უკვე რაღაცა არ მოგწონს რა და მე უკვე ნენელა შორდებიან რა ხელმძღვანელობა და წველ თამაში წააგო მეორე ვერ ითამაშა კარგად მე მოიგებს მიუახლოვდებიან ისევ არა სულ ჩახუტებული უნდა ყავდეს და თუ მე არ მოგეწონება ხო უთხარი რომ კაია ყველაფერი მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ განვითარებას და ესე პირდაპირ უნდა უთხრა ხელმძღვანელი რო ხარო დღეს ჩვენ უნდა დავამშვიდობოთ მაგრამ ის მე მაინც არ მესმის რომ წვნელი მოვიყვანე და 3 და 4 თვეში და 5 თვეში ერთხელ გამოვცვალე სხვა წვნელი მოვიყვანე იმიტომ რომ სანამ მოვიყვან და დანიშნავ უნდა გქონდეს კარგად გათავისებული რომ ვინ მოკავს რატომ მოკავს რანაირი წვნელი მოკავს ასევე უნდა იყოს ფეხბურთელებთან დაკავშირებით რომ გამარტივდეს და გაადვილდეს მე ეს პროცესი აი მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ მაგას რა მაგას ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამი მაგრამ წყალტუბო სამგურალში როდესაც დავინიშნე მესამე ლიგაში უმაღლეს ლიგაში რო ამოვედით 90% ფეხბურთელებისა იგივე იყო არ შემიცვლი თუ არ დამიმატები აი 3 წლის გამო ანუ მესამედან მეორეში მეორედან უმაღლესში და ის გუნდი თასის ფინალში გავიდა და სამწუხაროდ თასის ფინალი პენალტებში წავაგეთ გაგრასთან რა ლიგა 2-დან გავედით თასის ფინალში მე იმის თქმა მინდა რომ თუ კი ფეხბურთელებს ეკნებათ და ის ფეხბურთელები არავინ რო არ იცნობდა იგივე კიკაბიძე ბურჯანაძე კუხიანიძე მათ შორის გილმორი ტურე ასათიანი გაზდელიანი კალანდარიშვილი აი რო ეხლა უმაღლესში რო თამაშობს ყველა ეს ფეხბურთელი ან საზღვარგარეთ რო თამაშობს და მაშინ ხო მე რო ეს ფეხბურთელები გამეშვა მესამე ლიგიდან კიდე სხვა მომეყვანა აი ეხლა იგივე მე ახალციხეში ხო მუშაობ აი ეხლა რა კონტინგენტიც ვყავ აი ამას მაქსიმუმ 2-3 კაცი გაუშვა 2-3 კაცი დავამატო ის იმიტომ უნდა გაუშვა რომ ნაკლები თამაში რო უწევს გული მწყდება რა მეც რა ეხლა სკამზე საჯდომად ხო არ მინდა რომ ყავდეს რა მირჩევნია წავიდეს ითამაშოს გამვითარდეს და მოვიყვანო ისეთი და უფრო კონკურენტნარიანი გარემოში მაგრამ ეხლა აი გადავედი მეოთხე ლიგაში და მე რო გაუშვა ეს 20 კაცი და მოვიყვანო ახალი 20 უკვე ეხლა ამ ჩემო ფეხბურთელებმა იმდენად იციან ჩემი იდეოლოგია რა მინდა როგორ მინდა რას ფიქრობ რას ვითხოვ სანამ ახალი მოვა და იმას ახლიდან დავაშენებ და ვისწავლე შეიძლება ის შედეგი აღარ იყოს საბოლოო ჯამში და ეს უკვე განვითარებული მყავს ეს ფეხბურთელები და ამ დროს ამ ფეხბურთელებს ეხლა ეს განვითარება უნდა მოუკლა და ისევ იქ უნდა დავტოვო ქვევით ხო რატო პირიქით მირჩევნია რომ ეს ფეხბურთელები ყავდეს წამოვიდე გავაგზავნე ეს უნდა იყოს ოღონდ ხელმძღვანელობის და მთავარი მწვრთნელის ერთობლივი მოსაზრებები თორე თუ მთავარი მწვრთნელის მოსაზრება სხვა არის და სპორტული დირექტორის ან მმართველი დირექტორის სხვა არის აი აქ იწყება ყველაზე დიდი პრობლემა და იგივე პრობლემებია ეხლა თუ გადახედავთ ეხლა ეგ არ ხდება ზუსტად ჩვენ რაც თქვი რომ ეროვნულ ლიგაში ეგ ხდება ხო ყველაზე უმაღლესში ხო სამწუხაროდ ხო უნდა დავაფიქსიროს მაგ არა მაქვს რომ ეს გუნდი ამთავრებს სეზონს მეორეს იწყებს ახალი გუნდი ხო აბსოლუტურად იცვლება აი ამას წინათ ეხლა იმ წარე ხუმრობასავით გამომივიდა დავწერე ესე საქართველოს ჩემპიონატის თითქმის ყველა გოლი მაქვს ნანახი მევალება და იმ ესე იგი გოლების ნახევარზე მეც ფეხბურთელები არ აღნიშნებენ. და რატო? იმიტომ რომ ნათამაშები აქვს რა იმ გუნდში. ანუ ყველგან აქვს ნათამაშები, აი ეს რომ დაუარო, ეგ თითოეულ ფეხბურთელს აქვს ბოლოს 3 წელიწადში 7-6 გუნდში რა ნათამაშები ნახევარი სეზონებით. და არ აღნიშნა, აი გუშინ მაგალითად ონორე გომისმაც არ აღნიშნა ბათუმის ის ხო და რას მივადექით? აი წეღანს საუბრობდით თანხმედრაზე, აზრების თანხმედრაზე დირექტორებსა და მწვრთნელებს შორის. მე ხშირად გამიგია დირექტორებისგან, რომ აი მწვრთნელთან უთანხმოება იმიტომ აქვს, რომ მოყავთ თავისი ფეხბურთელი. აი ეს ხშირი ყოფილა ეგეთი რაღაცა, რომ თავისი ფეხბურთელი და ინახავს იმ ფეხბურთელს და უფრო ძლიერი ვინც ყავს, იმას არ ათამაშებს. ნუ კარგი ეს ალბათ, მაგრამ მწვრთნელებიც აი მე ხო ვიცი რა, ძალიან ისეთი ჩვენ კვალობაზე სახელი ამ მწვრთნელებს შეექმნათ ეგ პრობლემა, რომ თამაშებს იგებდნენ და მაინც მოუწიათ იქიდან წამოსვლა, იმიტომ რომ დირექტორი ავალებს, რომ ჩემი ფეხბურთელი უნდა ათამაშო. უფრო ხშირი გამოვლინებები ესენია ხოლმე. და აი რა გახდა ეს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის ეს ჩამოყალიბდეს. მაგრამ მეორე მხრივ იმას ვადგები, რომ იმდენად ეკონომიურად ცუდი მდგომარეობა ქვეყანაში, რომ უკვე სხვა რაღაცებზე ფიქრობს ის დირექტორიც, რა ვიცი და აი რაც შეეხება ახლა ეკონომიურობის თვალსაზრისით, ერთ რამეს ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში, თუნდაც ეროვნულ ლიგაში,
ის ფინანსები ნამდვილად არის, რომ სწორი დაგეგმარების და მუშაობის შედეგად ევრო ტურნირზე შედეგი გქონდეს და აი ქვედა გუნდები რო ავიღოთ მაგალითად თელავი, არ ვიცი გაგრა ვინ არიან კიდე მეორე ხუთეული და თუნდაც მათ შორის ლიგა 2 განვითარების გზაზე იდგნენ. იგივე ახლა არ მინდა ციფრები დავასახელო რა. იგივე მაგალითად თელავში ხო ბოლოში არიან ფოჩი. ისეთი ფინანსები არის. მე თუ მკითხავ რომ სრულად შეესაბამება და ძალიან კარგი ფინანსებია იმ ფეხბურთელების. იმიტომ რომ დღეს ახლა საქართველოს რეალობიდან ხო უნდა გამოვიდეთ. აი რატო უნდა გქონდეს ბოლო ადგილოს ან გუნდში რო არის ფეხბურთელს რომ სიტყვა 10000 ლარი და უნდა ვთქვათ რომ აი ფული რო არ აქვს ამიტომ ვერ თამაშობს არა მაგრამ თავარი დეტალი უნდა შეუქმნან აი იმ ფეხბურთელებს რა უნდა გქონდეთ ბაზა ინფრასტრუქტურას გულისხმობ და უნდა გქონდეთ შესაბამისი მაგალითად სამედიცინო მიმართულებით რომ სწორად წავიყვანოთ, სწორად ყვებოთ, სწორად დავასვენოთ, სწორად აღვადგინოთ ეს ფეხბურთელები. აი ამ კუთხით თუ იქნება, აი მე შეიძლება რომ განავითარო. ოღონდ იმ ფეხბურთელს უნდა უთხრა რა. შენ თუ გეკუთვნის, ითამაშე და წადი და სადაც გინდა იქ ითამაშე. მაგრამ მე შენ ყველანაირ პირობას გიქნი იმისთვის რომ განვითარო. მაგრამ ეხლა იგივე გუნდებსაც არ დაოსახელებ რა. ეხლა რომ ნახოთ სად ვარჯიშობენ, რომელ მოედნებზე ვარჯიშობენ. რანაირი პირობა აქვს, როგორ იკრიბებიან, მანქანაში რო იცვლიან ტრენერები, მანქანაში რო მწვრთნელები, ბოდიში ტრენერებისთვის, მწვრთნელები რო მანქანაში გადიან ერთმანეთს რომ მოედანზე უნდა გავხვიდე. მოიცა, აი დაფაც პრობლემაა, არა, დაფის პრობლემა, აი ხა აი მაგალითად ავიღოთ რა, ოლიმპიური ქალაქი, ხო ვიცით არა, 4 მოედანი რო ხო პეტრიაშვილს. გადიხარ და 4 გუნდი ვარჯიშობს, რომლებიც მეორე დღეს ერთმანეთს ეთამაშებიან ერთი გუნდი იქით შეგიძლია უყურო რა შეგიძლია უყურო რას ვარჯიშობს როგორ ვარჯიშობს სტანდარტულებს როგორ აკეთებს აქცენტირებას რაზე აკეთებს ხვალ ხვდები და ხოდა ეს ყველაფერი არის ის რომ განვითარება უკვე აღარ არის ეს არის მხოლოდ ის რომ ინერციით მიდის ეს ყველაფერი ამიტომ უნდა გქონდეს რომ ყველა კლუბს უნდა გქონდეს ინფრასტრუქტურის სახით ეხლა იდი ამაზეც იტყვიან რომ აი როგორ კაცრად საუბრობს უჩაო მაგრამ უნდა დავაფიქსირო რა აი ამდენი წელია მიდის ფონდი ხო ასე რომ დავარქოთ განვითარების ფონდი ესე ხო აქ იყო შეტანილი ის რომ ინფრასტრუქტურის კუთხით უნდა ემუშავათ კლუბებს ამ წლების განმავლობაში და განევითარებინათ ინფრასტრუქტურა თავისი რესურსებით თან იქ მოცემულია რომ 40% უნდა დახარჯო ამაში 60 ამაში როგორც არის არ ვიცი აი დღესდღეობით რომელ კლუბს აქვს გამართული ბაზა სავარჯიშო აი 8 წელი გავიდა ხო 8 წლის განმავლობაში რომელმა კლუბმა შექმნა ეს ხო არის კერძო კლუბები კერძო კლუბის რო სახელმწიფო აფინანსებს მადლობელი ხო უნდა იყოს ყველა ამისთვის რომ კერძო კლუბს ფულს აძლევს რა თუ სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა შენ რო კერძო კლუბს გაძლევს ეს ფული რაში იხარჯება? ანუ მარტო ხელფასებში? რატო არ იხარჯება ინფრასტრუქტურაში რომ შექმნა კარგი ბაზა, სადაც შენთან ფეხბურთელი მოვა, სრულფასოვნად დაიძინებს, დაისვენებს, შეჭამს, აღდგენით პროცედურებს გაივლის, გამოვა და ივარჯიშებს. რატო უნდა მიდიოდეს ოლიმპიურ ქალაქში და რატო უნდა ვარჯიშობდეს? მე მესმის რომ პრობლემაა და ფინანსურად არა ვართ მაგდონეზე რომ ეს ბაზები შეიქმნას, მაგრამ რა ნაბიჯები გადაიდგა ამ 8 წლის განმავლობაში რა. და ვინ იმუშავა, რომელმა მხარემ იმუშავა, რომელმა კლუბმა იმუშავა ამ მიმართულებით, რომ ბაზები მიწა ეყიდა, მაგალითად დიდი არაფერი, ერთ წელიწად შეიძლება მიწა იყიდო, მეორე წელიწად მოასწორო, მესამე წელიწად შენობა ჩადგა მეორე წელიწად, რა ვიცი, მოალამაზო და 8 წლის თავზე გამზადებული ბაზა დაგეხვედრებინა იმისთვის, რომ აი მე ვიმუშავე ამ მიმართულებით და შევქმნი ბაზა და 8 წლის მერე მაინც დავიწყებ იმის განვითარებას, რაც 8 წლის უკან გამეკეთებინა თუ კი განვითარებაზეა საუბარი რა და თუ ეს არ არის განვითარება. ეს არის ის, რომ ინერციით გადარჩენის საფუძველზე ეს ყველაფერი და ბრძოლები. მაგრამ იმ კლუბებზე მაგას ვერ ვიტყვით, ხო, ვისაც ბაზა აქვს, ვისაც სტადიონიც აქვს, ვისაც ფინანსები სხვანაირად აქვს. არიან დღეს საქართველოში და მოიძებნება ესეთი კლუბები და სამწუხაროდ იქ პრობლემები გვხდება, რომ
მწვრთნელის მოსაზრება სხვა არის, ხელმძღვანელის მოსაზრება სხვა არის, პრეზიდენტის მოსაზრება სხვა არის. თავიდანვე გახლეჩილია სიტუაცია. თავიდანვე გახლეჩილია და ამიტომ გახლეჩილი რომ არ იყოს და ერთელი ეს საკლუბო ფეხბურთი მე გული მტკივა რაზე იცი 2016 წლიდან დღემდე 36 პოზიციიდან ჩამოვიდით 51 და მე ჩემ დანაშაულსაც ვგრძნობ და ჩემ თავსაც ვგრძნობ დამნაშაულით, იმიტომ რომ მე ამ სპორტში და ამ სფეროში ვიმყოფები და აი ჟუანტელი მივლის რა აი გული მწყდება რა და შინაგანად დათრგუნული ვარ რომ მეც ამის მონაწილე ვარ და მინდა რომ რაღაცა გამოვასწორო, რაღაცა უკეთესი გავხადო, შევქნა და ვცდილობ და არ ჩერდები მე ჩემი კუთხით, რა თქმა უნდა და მე ჩემი შეცდომები მექნება და რაღაცა მექნება ისე რომ ვერ ვაკეთებ, მაგრამ თავარი არის რომ ყველამ თავისი მიმართულებით უნდა იმუშაოს რა. იმ სპორტულმა მხარემ, იმ მენეჯმენტმა, იმ პრეზიდენტმა, რომ უკეთესობისკენ წაუწიოთ, იმიტომ რომ აქ ყველას ბრალეულობა დევს რა, არა მარტო მსნელების, აქ ფეხბურთელებისაც, ხელმძღვანელობისაც და პრეზიდენტებისაც რა. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ აი მსნელთა კუთხით რა, ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვეთქვი ამ კუთხით, პროლიცენზირების კურსი, რომელიც უკვე მესამე ეტაპად დაიწყო, თუ არ ვცდები, აი ძალიან დიდი განათლება და ცოდნა მივიღეთ. და ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელმაც გაიარა. მანამდე კიდევ იყო ერთი ჯგუფი, მაგრამ ჩვენ იყო პირველი ჯგუფი კობიაშვილის ხელმძღვანელობით, როდესაც მოვიდა ფედერაცია. აი უამრავი გამოცდილება და უამრავი სოდნა შევიძინეთ, თუნდაც პროლიცენზიის კუთხით. ამას რა, ერთი ბოდიშვილი ხდი შეგაწყვეტინებ, რომ აი ფედერაცია და მაგარია ეს. არა, ამ კუთხით მე ხლა აი მე სწავლა განათლება ჩემთვის შედეგი რა, მწვრთნელების შედეგი, ხო ისწავლეთ განათლდით რაღაცა აფრინდით. შედეგი ზუსტად მაგის დაფიქსირება. თუ ისწავლე და ვერ იფიქრე რა. აი ზუსტად მაგის დაფიქსირება მინდოდა ეხლა და ეგ მინდა რომ დავაფიქსირო რა. ჩვენ ვისწავლეთ, გავიარეთ, სოდნას მივიღეთ. ამასობაში ჩვენ უკან გამოცდილებას ხო გვიმაგრებდა ზურგს არა, რომ მუშაობდით, ავიცი, გუნდებში უამრავი წლები არა მარტო მე, უამრავი მწვრთნელი და წამყვანი მწვრთნელი. ეს სოდნა პლუს ეს გამოცდილება და საბოლოო ჯამში რეალობა და მოცემულობა ხდება მეორე რა. ინფრასტრუქტურის სახით, მიდგომების სახით, დამოკიდებულებების სახით და ამ დროს გაქვს უკვე რაღაც დოზით ის სოდნაც და ის გამოცდილებას და ამის რეალიზებას ვეღარ ახერხებ. რომ გამოიტანო ფართო ასპარეზზე რა. რეალიზებას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ აი თვითონ ამ ფეხბურთელებიც ვერ ვითარდებიან რა. ფაქტია ეხლა აი ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა აი უკვე წლებია დააკვირდები 16-დან 20 წლამდე ჩერდება. აი 16 წლამდე თითქოს კარგია, აი 17 წლამდელებში კარგი შედეგი გვაქვს. აი შემდეგ ნუ ეს გამონაკლისი იყო ეს თაობა რა ახლა და კვარასა და აი გვინ უნდა განავითაროს მერე ან რამ უნდა განავითაროს 12-დან 16 წლამდე. კლუბმა უნდა მისცეს საშუალება ისე რომ განვითარების საშუალება მოგცეს აი ანუ კლუბის ხელმძღვანელობასთან ის დამოკიდებულება კი არა. თავიდან იწყება რა ყველა. ის დამოკიდებულება კი არა, მე ახლა მქონი ვიცი რა, ეგეთი შემთხვევები ფეხბურთელმა ჰკითხა ის რა ქვია ხელოვნურზე უნდა ვითამაშოთ და ბუნებრივზე უნდა ვითამაშოთ, ეს რაღაცა ცოტა ის ხო არ იქნებაო და შენ რამდენი პრეტენზია ქონიაო გუნდიდან ისე გამოუშვეს რა, აი მაგის გამო რა, ეხლა რამდენჯერ უნდა გვითხრაო ერთი და იგივეო და ეხლა თურმე პრეტენზიულია ფეხბურთელი, რომელიც უბრალოდ იმას გამოთქვამს, რომ რაღაც ბანანი მოგვიტანე რა, ვარჯიშის მერე და თამაშის მერე და რაღაც ეგეთი რაღაცეები და ხმასაც ვერ იღებ შიშით. ეგ სალამარაკოც არ უნდა იყოს. ან ცუდი ტიპი ხარ. აი როგორი იცი ამრევი ხარ, რა ვიცი რა ამრევი რა გუნდისთვის ამბობ ხო და რაღაც ისე წინსვლისთვის ამბობ. აი ერთ კლუბს გავიხსენებ ჩემი მუშაობა, როდესაც რუსთავში დავინიშნე თავმჯდომარედ. მათ შორის კვარა მაგ პერიოდში რუსთავში თამაშობდა და მომიწია მუშაობა და აქედან მივესალმები და წარმატებებს უსურვებ და მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც თავისი შესაძლებლობით, მონაცემებით, დამოკიდებულებით და მიდგომით ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა და ფაქტიურად მეორედ გააღვიძა ქართული ფეხბურთი იმ დიდი წარმატების შემდგომ. მადლობა და წარმატებებს უსურვებ და კიდევ და კიდევ მეტი ყოფილიყოს. რაც შეეხება უკვე რუსთავს, როდესაც დავინიშნე, მაშინ იყო ძალიან ბევრი ფეხბურთელი გუნდში, გამოცდილების და ახალგაზრდების. ასაკებს გეტყვით, იყო 16, 17, 18 და ეხლა რო ჩამოვთვლი გვარებს თქვენ თვითონ მიხვდებით 2018 წელი. და ეს ფეხბურთელები არავინ არ თამაშობდა. მათ შორის შეგიძლიათ ეს მონაცემები მოიძიოთ.
და დავაწყებინე, აი მომენტალურად დავაწყებინე თამაში. და მათ შორის ხელმძღვანელობისგან ეს ყველაფერი იყო დადებითად დანახული, არანაირი არ იყო ის, რომ ისინი სხვა პოზიციაზე დარჩნენ და მე სხვა პოზიციაზე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდით ყველა მოგებული. ეს იყო ცოტნე კაპანაძე, ეს იყო ლუკა სილაგაძე, ეს იყო ლუკა გადრანი, ეს იყო ციცქიშვილი ზაზა, ეს იყო ხვიჩა კვარაცხელია მათ შორის, რომელიც იმ პერიოდში დაიწყო თამაში და ეს იყო ჩოგაძე, არ მინდა რომ ვინმე გამოუჩის და თორნიკე კირკიტაძე. აი ყველა ერთდროულად დავაწყებინე თამაში და სრულად ჩაანაცვლეს ამ ახალგაზრდებმა, მორჩა 6 თვე და თითქმის ყველა ფეხბურთელი ან საზღვარგარეთ წავიდა, ან წამყვან კლუბში გადაინაცვლეს. ანუ რა ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა და შანსი უნდა მიეცეთ, რომ უმაღლეს ლიგაში გამოიჩინონ თავი. იგივე აი ბედოშვილთან დაკავშირებით რა. ხო არ მოხვდა წამყვან კლუბში. მოხვდა გარეჯი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან თუ გავიხილავთ მეორე ნახევარს. მაგრამ თავი ისე წარმოაჩინა ამ ახალგაზრდა ბიჭმა, რომ უკვე შესაძლებლობა გაუჩნდა, რომ საზღვარგარეთ წასულიყო რა. ეს მეორე საკითხია, სად შეიძლება ჯობდა და როგორ ჯობდა და რანაირად ჯობდა, მაგრამ ჩვენც ვისურვებდით, რომ სხვა რა თქმა უნდა, აი ეს ორი აზრი არ არის, განვითარებისთვის ევროპული გზა, რომ ბევრად მეტად უფრო განავითარებს და მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ზევით აიწიოს, ამაზე ორი აზრი არ არის. რაც შეეხება ისევ თემას დაუბრუნდები, მთავარი დეტალი არის ის, რომ იმ მოტივირებულ და მართლა ნიჭიერ ახალგაზრდობას მაქსიმალურად თავის დროზე უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ უმაღლეს ლიგაში მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ რომ თუ ჩვენ ფეხბურთელს ვსვლით დღეს ნიჭიერად 18, 19, 20 წლისას და 21 წლისას და უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს. აბა მაშინ როგორ შეიძლება ის ნიჭიერად ჩაითვალოს, ხო? მაშინ აღარ იცვლებ. ამიტომ ამ ახალგაზრდებს როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, მერე გამოუდინებაც სწრაფად ხდება და მათი განვითარებაც სწრაფად იწყება ხოლმე. ამიტომ უფრო მეტად იგივე ახლა აი აბუაშვილი რა ჩამოვიდა, ხო, ისე წარმოაჩინა თავი ამ ხნის განმავლობაში, რადგან აიყვანეს საზღვარგარეთ და შესაძლებლობა მიეცა. მოდი ჩვენ ცოტა დრო შეესვართ, რა ქვია და ძალიან შანს პირად კარიერაზეც ხო უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ მანამ იქ გადავალთ, ერთსაც კითხავთ ამ ლეგიონერების თემაზე. შენი აზრი გვაინტერესებს. რა ხდება ამ ლეგიონში? ჩამოყავთ ერთი ვაგონი მოკლედ რა ესე ფეხბურთელები სადღაც ათამაშებენ ორ თვეში ეს ერთი ვაგონი უკან მიდის რა ამ ორ თვეში ხო იკარგება ეს ქართველი ფეხბურთელი რა ტალანტები ხო რომელთაც საბედნიეროდ დიდარია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ახლა გადაცემაში არაერთხელ აგვინიშნია რომ აი ესე უცებ რო გადახედო რომელი გუნდები იყვნენ ეროვნულ ტურნირებზე წარმატებულები, უცებ გაგახსენდება ზესტაფონი. შენი გორი ჩემპიონატსაც გახდი, რამდენი ლეგიონერი იყავდა? არ ყავდა ლეგიონერი. არ ყავდა ერთი ლეგიონერი. რიგალაშვილი იყო, მე მგონი ესა, რუსეთის მოქალაქე თუ ორმაგი მოქალაქე იყო ბაგაევი და სლავკო მარიჩი იყო და ისიც ჩემპიონები რო გავხდით, წავიდა გუნდი. ხო, გუნდში არ ყოფილა. ეხლა მეკარე იყო, რომელიც დავიმატეთ შევჩენკო, ეხლა თელავში თამაშობს. ეხლა რაც შეეხება მაგ საკითხს, იმიტომ რომ აი მე ვთვლი რომ თქვენ ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანები ბრძანდებით და მე ვთვლი რომ ქართულ რეალობაში თქვენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი. აი მე დაგისვათ ესეთ კითხვას შეიძლება ცოტა შევითავსესავით, მაგრამ აი მართლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. აი შეგიძლიათ რომ ჩამომითვალოთ 20 ფეხბურთელი ძლიერი ლეგიონერი, რომელიც 90-დან დღემდე მეკარიდან დაწყებული რო წამოვიდეთ, აი 20 კაციანი განაცხადი რო გავაკეთოთ. 11 კაც ვაკეთებდით, 11 კაცი ფეხბურთელი, რაღაცა 4-3 სიმბოლური ნაკრები გავაკეთეთ. სიმბოლური 90 წლიდან 2025-მდე. დიახ. მე 11 კაცი ვერ ვიპოვეთ. კი ბატონო. ანუ აქედან არის ამ ყველაფრის პასუხი, რომელიც 11 კაცი, აი 90-დან წარმოიდგინე მაჟეიკასები და ფრიდრიკასები და ისინი რო იყვნენ, იქიდან მოყოლებული, წამოვედი და ნუ ნორმალური ხა მეტნაკლებად რაღაცა. ეხა გეტყვით რა, მაშინ დინამოში ჩამოიყვანეს, ყველასთვის საღადაო თემა იყო ის დესოუზა იყო ერთი ბრაზილიელი. ნუ ზიმბრუსთან საშინელებები აკეთა, ნუ იქ ყველას შეეპარა ეჭვი საერთოდ ფეხბურთელია თუ არაო და დღეს იმდენი დესოუზები ყავს.
რა ვიცი ხა ეგ არავის არ უკვე მე იმას არ მომოფ რომ კარგები არ არიან ეხა ზოგიერთები რა თქმა უნდა კარგები არიან არ არის მაგრამ აი როგორ არის ეხა ჩვენი ქართველი ფეხბურთელების მე ვიცი რომ უცხოეთში ვინც არიან იმ წნეხში არიან ადგილობრივს უნდა აჯობო სხვანაირად არ გათამაშებს იმიტომ ახome რომ ზიანს გამწხედავს აქ ჩვენთან ეგ მიდგომა არ არის მე როგორც ვიცი აი სამწუხარო რეალობა ეს ლეგიონერების საკითხი და აი აქაც ერთ დეტალს მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება რა რამდენი ლეგიონერი შემოვიდა სეზონის დასაწყისში და რამდენი მერე გაუშვეს ან რამდენი თამაშობს ან რამდენ წუთს თამაშობს და ან რა შედეგი მოაქვს კლუბისთვის და კლუბის წარმატებისთვის რა აი გოლები, საგოლეები ან ისეთი ფეხბურთელია რომ განვითარებაში ეხმარება სხვა ფეხბურთელებს და ასე შემდეგ აი მე მარტივად შემიძლია გავცნო მაგაზე პასუხი აი გამახსენდა უცებაირად მამადუ სახო ხო ჩამოიყვანა კი ბატონო კი და ეხა არ ვიცი და სიმართლე ვთქვა არც მაინტერესებს რამდენი გადაიხადა მაგრამ ეხა 100 ლარი და 200 ლარი რო არ იქნებოდა და სოლიდური თანხა კი ბატონო ხო ეჭვი არ გვეპარე სამ თვეში ხო გაუშვეს თუ 4 თვეში რა ქნა იმდაც აი მოდი ეხლა მამადუ ის ფული რაც სახოს აჭამეს ტორპედო ქუთაისში დაილია ეს ბავშვები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში რო ჩადებული იყო უყიდე ბოლო მათ შორის მამადუ სახო თუ იქნება იმ ფორმაში და იმ მდგომარეობაში როდესაც თუნდაც ჩვენ ფეხბურთელს აჯობებდა ადგილობრივს აჯობებდა და სამაგალითო ესე სამაგალითოში გულისხმობს იცი როდესაც გამოდის 10 კილოთი ზედმეტი მოედანზე ეს თვალშისაცემია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მათ შორის ქუთაისულ გულშემატკივარს ვეაფერს ვერ გამოვაპარებ და თამაშზე თუ მაინც ყოფილხართ ტრიბუნიდანაც კი ყოფილა შეფასებები ეს უკვე პირველი კრიტერიუმი ფეხბურთელის და სპორტსმენის შედგება ფიზიკური მდგომარეობით ვიზუალურად რო შეხედავ რა მდგომარეობაში იმყოფება და პირველი ვიზუალური მხარე როდესაც ხედავ ფეხბურთელი წონაში იმყოფება ეს უკვე აჩენს იმის განცდას რომ აქ რაღაც ისე ვერა რა თქმა უნდა სახო შეიძლება წონაში ყოფილიყო, შეიძლება ჩამოვიდა, მაგრამ დავაკლებინეთ, ჩავაყენეთ ფორმაში და მე მივეცით შესაძლებლობა. ეს არის უკვე პროფესიონალური მიდგომა. მაგრამ იცი რა, ეს საჰუა და მოდი ეხლა იცი რა, ამას მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ნენელა თან დაიკლებს, თან გულს მოიხმარ. მე ეხლა ფეხბურთელი რო ვარ რა. არ აქვს მნიშვნელობა ის საჰუა თუ მე ვინა ვარ. მე როდესაც უყურებ იმას ესე ექცევია ხო რა ხე წონაში უპატივცემულობა ეს რა გამოდის აქ იწყება უკვე გუნდში განხეთქილება რომ ესე იგი ვიღაცა პრივილეგირებულია ვიღაცა აკლებად პრივილეგირებული ნუ რა თქმა უნდა ეს ერთი კონკრეტული საკითხია მაგრამ უამრავი აქ მარტო ჩვენ ვისაუბრეთ ვიზუალურ ხარაზე მეორეა სათამაშო მონაცემები ვინ როგორ თამაშობს რა თქმა უნდა სახოს წარსული ათამაშები და ასე შემდეგ ნეტავ ჩვენმა ქართულმა ფეხბურთელებმა მიაღწიონ მაგდონეებს და ითამაშონ უმრავლესობამ რა თქმა უნდა რაც საჰომ ითამაშა მაგრამ ეგრე უამრავი მაგარი ფეხბურთელი ყავს ჩვენ ქართული თუნდაც და შეგვიძლია რომ დავაბრუნოთ ასე ლივერპულში ნათამაშებზე თუ არა იანრაში ჩამოვიყვანოთ კაცო და დაგლიში რა თქმა უნდა არა ფაქტი რა არის რომ თვითონვე მიიღეს მე ის გადაწყვეტილება რომ კლუბიდან გაუშვეს იმიტომ რომ არ იყვნენ მისი კმაყოფილები ხო ფაქტი რა გამოვიდა ფაქტი ის არის რომ ნუ შეიძლება ამ ერთ ფეხბურთელზე თუნდაც შეცდომა დაუშვა რა მე იმიტომ ვიძახი რომ ჩვენ როდესაც მუშაობთ შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია და ხა რომ მოიყვანე სადღაც ვიღაცაში შეიძლება შეცდე რა შეიძლება ეს ერთი და ორი ფეხბურთელი აღმოჩნდეს თავარია რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს სისტემატიური ხასიათი არ მიეცეს და იგივე ახლა რასაც ჩვენ აღვნიშნავთ რომ აი ხარისხიან ლეგიონერზე აქ ლაპარაკი მაგრამ მეორე საკითხიც არის აქ ხარისხიან ლეგიონერს ჭირდება ხარისხიანი ჩემპიონატი ხარისხიანი ინფრასტრუქტურა ხარისხიანი გარემო როგორც საცხოვრებელი ისე სპორტული მიმართულებით და უნდა შეუქმნა ეს გარემოება შენ თუ გინდა რომ მაგარი ფეხბურთელი ჩამოიყვანო და ყავდეს რა არა უჩა როგორაა იცი მან ამბობს ეს კლუბის ხელმძღვანელობა აი რაღაცა 5000 ლარა სიტყვაზე ვინ ჩამოგივა ლეგიონერი თუ არ ჩამოგივა დაანებე ის ხო არ არის რა ქვია თვითმიზანი რომ ჩამოიყვანო აი ხა მეორე საკითხი შევეხები და კიდე უფრო მეტად გამაკრიტიკებენ ვიცი ხა ამ საუბრისთვის მაგრამ უნდა დავაფიქსირო ეს მომენტი რა განვითარების ფონდი რისთვის შეიქმნა რომ ვინ უნდა განვითარდნენ
ქართული ფეხბურთის განვითარება. და ქართული ფეხბურთელები უნდა განვითარდნენ, მე წავიდნენ და გაიყიდო. ესე იგი, მესამე და მეოთხე ხარისხოვან ლეგიონერებში უნდა ვიხადოთ ფული? ხო, უნდა დაუკვირდეთ მაშინ, ვინც მართავს ამ პროცესებს, ამ პროცესებს, რომ თუნდაც ის ჩემი 2000 ლარიანი ქართული ფეხბურთელი გავავითარო, მე ახლა არ დავაფიქსირებ ციფრს, თუმცა ზეპირად ვიცი, იგივე ბედოშულს რა თანხა ჰქონდა, მაგრამ რამხელა შესაძლებლობა მიეცა, რომ საზღვარგარეთ წავიდა და წავაკიდე სხვა კლუბებში ალბათ და კიდე განვითარდება და არა მარტო იგივე ფაცაცია, იგივე ახლა ხო წავიდა საზღვარგარეთ თამაშობს, ხო? ამ დროს შეიძლება მარტვილში ჩარჩენილიყო, დამთავრებულიყო მაგის ფეხბურთი, შესაძლებლობა რო არ მიგვეცა უმაღლეს ლიგაში, მაშინ ქობულეთის შუქურაში. და არა მარტო უამრავი ეგეთი ფეხბურთელი არის, მათ შორის იგივე რუსთავში რო დავაფიქსირე, ის ახალგაზრდა ფეხბურთელები რო არ მიგვეცა, როგორ წარიმართებოდა. ანუ რა შესაძლებლობა უნდა მივცეთ ქართულ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ცოტა ის ხარისხი, რა თქმა უნდა, ბევრია სამუშაო, რა თქმა უნდა, ცალსახად ბევრია გასაკეთებელი, რომ ქართველი ფეხბურთელებით სრულად დავაკომპლექტოთ 10-ვე გუნდი და წარმატებული გავხადოთ, მაგრამ მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხოვან ლეგიონერებს ყოველთვის ჯობია ქართველი თუნდაც ის ფეხბურთელი, რომელსაც მე შესაძლებლობა ექნება, რომ განვითარდეს და განვითარების ფონდი და განვითარება რაც აქვს აღებული სახელმწიფოს მიზნად, რეალურად მოახმარონ იმ ფეხბურთელებს და იმ ქართულ მოთამაშეებს იმ მართლობაში, როდესაც განკარგავენ. ეგ არის თორე ახლა ვინოხერი იმას იონსენს და იმაზე ვარლეიზე და ეგეთებზე არავინ არ ლაპარაკობს, კაცო. ეგ ერთი აი არ შემიძლია ვთქვა, გუშინ მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენს ნიშნავს, რომ ანუ ფინანსურად ძლიერ ქვეყანაში ემზადები და ასე ვთქვათ ფეხბურთელად ძნობა. აი ირაკლის სირაძე გუშინ ითამაშა თბილისის დინამოში. ფინეთის მეოთხე ლიგაში იყო შაშა. ძალიან გამორჩეული იყო გულშინდელ მატჩში. აი, უბრალოდ ახ ხალხი მერე კითხულობდა ვინ არის ფინეთის მეოთხე ლიგის გუნდიდან ჩამოვიდა და თბილისის დინამოში ბათუმის დინამოს გოლი გაუტანა, მაგრათაც ითამაშა. ანუ აი დასკვნა სად მივდივართ, რომ ანუ ესე იგი იქაც შეიძლება კი განვითარდე რა. იქაც შეიძლება რომ განვითარდე და აი მეორე კუთხით კიდე რა პრობლემა არსებობს საქართველოში. აი მათ შორის ეს ფეხბურთელი დაიკარგა და მათ შორის მეც არ ვიცოდი და ეს ჩემი პრობლემაა რომ არ ვიცოდი. ანუ სასელექციო კუთხით მუშაობა არის ძალიან დაბალ დონეზე. იმიტომ რომ თვლიან რომ რატო უნდა წავიდნენ რეგიონის თამაშზე მეოთხე ლიგაში თუ მაგარია მაინც გამოჩნდება. ესე არ არის. შეიძლება მაგარიც იყოს, კარგიც იყოს, მაგრამ გარემოებები ეხლა თქვენ რომ მიცოდეთ ლიგებს შორის რა სიტუაცია, როგორი მდგომარეობაა, სად ვარჯიშობენ, სად თამაშობენ, მიხვდებით რომ ძალიან ძნელი. ამ დროს შეიძლება იყოს ნიჭიერი ბავშვი და სწორი სელექციის შედეგად და სწორ კლუბში მოხვედრის შედეგად ის ფეხბურთელი შეიძლება ათამაშდეს და ფეხბურთი ითამაშოს. აი იგივე არის ამ სირაძესთან დაკავშირებით რა მე მართლა არ ვიცოდი. გუშინდელ მატჩში ერთი თამაშიდან თუ შევაფასებთ ბათუმის დინამოსთან, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც სულ იხსნებოდა, ბურთს იღებდა, ატყუებდა, გოლი გაიტანა, საგოლე მომენტები ჰქონდა, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ძალიან კარგია და მახარებს და წარმატებებს უსურვებს. ყობა, ჩვენ ისე ვავთავრებთ გადაცემას კაცის მთავარ მიღწევაზე არ ვქვით და ისე შევყევეთ და ისეთი საინტერესო 25 წლის ასაკში საქართველოს და გავიხსენოთ აბა ის სეზონი მაყურებელს კი უთხრათ 2015 წელს. ვთქვათ რომ რეკორდსმენია კაცი რომ 25 ხო, მაგას ვამბობ. ჩემპიონი 2015 წელს გორის დილა გახდა საქართველოს ჩემპიონი და მაშინ იყავით 25 წლის. და მოდით რა ის სეზონი გავიხსენოთ და აი თქვენთვის რა ვიცი რა შეგრძნება იყო მაშინ როცა გაიგეთო ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია. აი თუ შეიძლება წინა პირობას გავაკეთებ, მაინც უმრავლესობა ადამიანების ძირითადად მაინც მიცნობენ გორის დილადან და მე შემდგომი განვითარებული კარიერიდან, მაგრამ ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როდესაც სამტრედიის ლიგა 2-ის გუნდში დავინიშნე, მაშინ პირველად შეიძლება რომ მოკლეს შესავალი გავუკეთო რა სიტუაცია იყო როგორ იყო. ალიცენზია დავამთავრე, მუშაობ ბავშვთა ფეხბურთში, ხვდები რომ უკვე რაღაც ეტაპები გავიარე განვითარების, ხვდები რომ მეტი შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ აქ ბავშვთა ფეხბურთში ვეღარ ვავითარებ, იმიტომ რომ გარემოება მით უმეტეს ამდენი წლის უკან ისიც რომ თლაც სახარბილო არ იქნებოდა ბავშვთა ფეხბურთში და ჩემი მეგობარი პაატა მიქელთაძე ახლა საფრანგეთში მუშაობს ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში. უთხარი რომ მოდი კარგი პროექტი გავაკეთოთ, ვინმე ბიზნესმენი დავაინტერესოთ, რომ ფული ჩადოს
და შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და იქნებ ჩვენთან ერთად განვითარებას წამოყვეს. მართლაც ბაატამ მოძებნა ესეთი პიროვნება, ყაზახი პიროვნება იყო, რომელმაც საწყისი ფული, ჩვენთან ერთად უნდა გაეგრძელებინა სამოვალოდ, მაგრამ საწყისი ფული $25,000 გადმოგცა, რომ მომზადება დაგვეწყო. მაგრამ $25,000 გვაქვს, მაგრამ ხო გუნდი ხო გვინდა რომ ნახოთ. და გავიგეთ ამ პერიოდში თან პაატა იყო სამტრედიელი წარმოშობით და გავიგეთ რომ სამტრედიას არ აქვს ფული და ვერ გამოდის და მონაწილეობას ვერ იღებს ლიგაურში. წავედით სასტრაფოდ სამტრედიაში, შევხვდით ხელმძღვანელობას ადგილობრივს, უთხარით ესეთი რაღაცა შევთავაზეთ, რომ აგერ არის ყაზახი პიროვნება, რომელსაც უნდა ფულის ჩადება, მე ვიქნები მწვრთნელი, ეს ბატონი პაატა იქნება დირექტორი და თუ შესაძლებლობას მოგცემთ, ეს ერთი წელი და მე სამომავლოდ თუ კი შეხედავთ, რომ ჩვენ კარგად ვითარდებით, ამის მერე ვითანამშრომლოთ. რა თქმა უნდა, ყველა თანახმა იყო, ამის მერე მოხდა ის, რომ ძალიან რთულად და მძიმედ კლუბი როგორღაც იყო გადმოვიდა მართლობაში ამ ყაზახი პიროვნების და ჩადო ფული $25,000 მაშინ როგორც გითხარით და აი ახლა რო ფინანსებს რო ხაზი გაუსვა, აი ახლა მარტივად მინდა დაგანახოთ რეალობა. თვის ბიუჯეტი იყო $4,775. თელი თვის ბიუჯეტი ლიგა 2-ის გუნდი იყო მაშინ. წვრთნელიან, ფეხბურთელიან, სტაფიან და ასე შემდეგ. თელ გუნდზე იყო განაწილებული ეს თანხა. კი, მაშინ $1 სხვანაირად იყო და ასე და ასე. 25 კაცი, ხო? 20 კაცი თავისი სტაფის წევრებით. და დავიწყოთ. ეს ის წელი არის. პირველი წრე მორჩა, გუნდი გავიდა პირველ ადგილზე, ბათუმის დინამო იყო კონკურენტი, ძალიან მაგარი გუნდი და გადმოსვლა უნდა და გადმოვიდა მათ შორის ბათუმი. და პირველი წრის მერე მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მაშინ თბილისის დინამოდან მივიღე შემოთავაზება დინამო 2-დან. ჟვანია იყო, მალხა ჟვანია იყო პირველი გუნდის მწვრთნელი და შემოთავაზეს, რომ მეორე გუნდის მწვრთნელი მე ყოფილიყავი, რომელიც ლიგა 2-ში იღებდა მაშინ მონაწილეობას. და მოხდა ისე, რომ ამ პერიოდში თან უკვე კლუბი გადადიოდა მართლობაში თუ გახსოვთ აი მუჯირი, ზამთარაძე, ესენი მოვიდნენ კლუბში და ჩავთვალე მაშინ საჭიროთ რომ მე წავსულიყავი, სანაია დაინიშნა მაშინ მწვრთნელად და წავედი თბილისის დინამოში. მაგრამ აი ეს პირველი ნაბიჯი, ეხლა თქვენ ვერ წარმოვიდგენთ $25,000 ჩვენ გვეყო მომზადებაში, საწყის საკითხებში და ერთი თვის ფული ავიღეთ, ხელფასი. თელი 6 თვის განმავლობაში ხელფასი არ აგვიღია, აი სრულად უკაპიკოდ შრომობდით, სწავლობდით, მუშაობდით და გუნდი გავიყვანთ პირველ ადგილზე და წამოვედი მე. აი ეს მომენტი ჩემს კარიერაში თან მაშინ ვარ 23 წლის და 24-ის გავხდი. იყო თან გამოწვევები იყო ის რომ 35 და 22 წლის ხალხი იყვნენ ფეხბურთელები და ცოტა მაინც რთული იყო თან პირველ ნაბიჯს დავდი სამტრედიაში სადაც გულშემატკივარია რომელიც არაფერს არ პატიობს და ეს იყო ძალიან როგორ ვთქვა ჩემთვის დიდი გამოწვევა მაგრამ უდიდესი სიყვარული და სითბო მაქვს დღემდე სამტრედიის მიმართ გულშემატკივრის მიმართ და მაგ გუნდის მიმართ იმიტომ რომ ჩემი კარიერა ასე რომ ვთქვათ ამ გალაქსს უკავშირდება და ამ გუნდს უკავშირდება და მადლობას და მოკითხვას და წარმატებას. დიდი კარიერის დასაწყისი სამტრედია. ამის მერე უკვე დინამო 2 და მადლობა ღმერთს იმისთვის რომ დინამო 2-შიც ძალიან კარგ გარემოებაში მოვხვდი. ეხლა თითქმის ვინც არიან ფეხბურთელები, ყველა მაშინ ეროვნულ ნაკრებში ვინც არიან, ყველა ჩემთან იყო მაშინ ჯერ პატარები იყვნენ. ვოლკოვი, ზივზივაძე, კვესკირი, ლობჟანიძე, კაკაბაძესაც მათ შორის უწევდა ხანდახან გურეშიძე, უამრავი კარგი ფეხბურთელი დიასამიძე, ერისთავი, პალავანდიშვილი, ჯიშკარიანი, მოკლედ ძალიან მაგარი გუნდი იყო მოკრებილი. იმ წელიწადს დინამოს გადმოსვლის უფლება არ ქონდა, პირველი მეორე ადგილი გადავიდა, ჩვენ მესამეზე გავედით და ამის მერე უკვე ხდება რომ ვინიშნები გორის დილაში. და ვიწყებთ მუშაობას და ის არის უკვე მე განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი. ამ გორმა იცოდა შენ შესახებ. მე წარმოშობით გორელი ვარ, 12 წლამდე იქ ცხოვრობდი და მე როგორც ნიჭიერ ფეხბურთელად ვითვლებოდი მაშინ და თბილისის დინამოში წამომიყვანეს, კონტრაქტი დამიდეს, მაშინ ნორჩი დინამოელი ერქვა. თამას კოსტავა იყო მწვრთნელი და იქ წამოვედი და მთელი ოჯახი გადმოვცხოვრდით და უკვე თბილისში მიწევდა ცხოვრება და დაახლოებით 12 წლის მერე მომიწია უკვე უკან დაბრუნება და მიცნობდნენ როგორც გორელს და სპორტსმენს და ასე შემდეგ და გორში ხდება უკვე ცვლილებები ეს წინა ხელისუფლების პერიოდია მერაბიშვილის გუნდად ითვლებოდა და მოკლედ თავრობა შეიცვალა ყველაფერი
ყველა ფეხბურთელი გაუშვეს და გუნდი იყო სრულიად ხელფასები თუ იყო გუნდი იყო აი კვირკველია სალუქვაძე და ეხლა იტყვით რომ სუფულო სიტუაციაში როგორ გიწევდა თუ მუშაობა მაგრამ გორში რო დავინიშნე 5 თვის განმავლობაში ფული არ აგვიქვია ივნისიდან დაწყებული 5 თვის განმავლობაში თქვენ დროს უკვე აღარ იყო ეგ იმდენად ანუ სულ ყველა ფეხბურთელი წავიდა სრულიად ახალი გუნდი დავაკომპლექტე ყველა მიქერთა დავაკომპლექტე და დავიწყეთ მუშაობა 5 თვის განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემა და ძალიან პრობლემა ხო როგორ გინდა 1 თვე 2 თვე გადიხარ და ფეხბურთელს ფული არ აქვს და ჭირდება უნდა ოჯახი ყავს ზოგს ვალი აქვს ასე შემდეგ და იყო გარდამტეხი მომენტები მაშინ კლუბის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავიღეთ რა მათ შორის მეც 2 მანქანა მყავდა და გავყიდე და თამაშის პრემიები ისე დაურიგე რა მოგებული თამაშისა რომ мотивация და სტიმული ყოფილიყო და საჩემპიონო სეზონზე ლაპარაკი რა ავან იმხელა мотивация და მუხტი შემოიტანა მიხვდნენ რომ მე რამდენად ჩართული ვიყავი ამ პროცესში და რამდენად მინდოდა და დიდი სურვილი მქონდა რომ კარგი გუნდი ყოლოდა რეალურად და წარმატებული და თან ამასობაში პარალელურად მქონდა იქ შესაძლებლობა რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა შემეწუხებინა მეთხოვა რაღაც მაშინ არ იყო ფონდი მაშინ იყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე დამოკიდებული და პარალელურ რეჟიმში მუშაობდი რომ იქნებ დაფინანსება შემოსულიყო კლუბში და სამწუხაროდ მე მიწევდა იმ პერიოდში მაგრამ ყველამ ერთად ვიშრომეთ ძალიან ბევრი ფეხბურთელებმა ხელმძღვანელობამ სტაფმა და უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. რა ეს იყო მე ვთვლი ღმერთის ძალიან დიდი წყალობა ის რომ ამ გამოწვევების ფონზე რომ ფული არა ამას დაემატა ის რომ პირველ წრეში 5 ფეხბურთელს მისცეს დისკვალიფიკაცია მათ შორის მეც და ტრიბუნიდან მიწევდა თვალისდევნება და ანუ იქიდან კარნახი და ასე შემდეგ. 5 წამყვან ფეხბურთელს და 2-ს ისეთი თამაში 11 მისცეს და 1-7 თამაში რაზმაძეს და კვახაძეს რა და ეს კიდევ დაემატა და ერთგვარი პრობლემა გახდა. ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მოხდა ის რომ შემოვატრიალეთ სიტუაცია გამოსწორდა მეორე წრეში ფინანსური მდგომარეობა რომ დასტაბილურდა საკმაოდ დაბალი ბიუჯეტი ჰქონდა ეხლანდელ ბიუჯეტებს რო ვიგებ საჩემპიონოდ რა თანხებზეა ლაპარაკი არ ვიცი იმის 20% თუ ჰქონდა მაშინდელი ბიუჯეტი ჩვენ 20% შეიძლება არ არა მთლიან გუნდზე რა და მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ამხელა წარმატებას მივაღწიე თუნდაც 25 წლის ასაკში და ყველა იმ ადამიანს მადლობას უხდი განსაკუთრებით მედიას, იმიტომ რომ ძალიან დიდ გვერდში დგომას გრძნობდი მაშინ. თავიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ 24 წლის ბიჭი ვინ არის, რატო დანიშნეს ბავშვთა ლიგა და ასე შემდეგ, მაგრამ პროცესში, როდესაც გამვითარდა ეს სიტუაციები და რომ დაინახეს ჩემი საქმისადმი მიდგომა და დამოკიდებულება, იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი. ჩემ და გასაკვირად, იმიტომ რომ ცოტა რთულად არის ხოლმე, რომ ძნელია, რომ ადვილად მიგიღონ რა. მაგრამ რეალურად მივხვდი იმას, რომ რაც სწორია, იმას ისე აფასებენ, როგორც უნდა შეაფასონ და ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ყველას მხრიდან მერე და ეს ერთიანობა მოიტანა. რა მინდა კითხო რა, აი ამასთან დაკავშირებით 24 წლის იყავი, რო დაინიშნე და მერე გახდი სეზონის გამო 25-ის. შანზე გამოცდილი უფროს ფეხბურთელები ყავდა? ყველა თითქმის. ხო და აი ეს დამოკიდებულება როგორი იყო, როგორ აბალანსებდი ამ ურთიერთობას? აი ყველაზე მთავარი ცოტა რაღაც აი ეს ორი ვინც ჩამოთვალე ხა შენზე და რაზმაძე, კი. კვახაძე 84-იანია როგორც ვიცი და ეგეც რაზმაძეც დიდია. კი, კი. ორივე ჩემზე დიდი არის და პირველი მე რაც გავმიჯნე, მე ვთხარი ესეთი რაღაც პიროვნულად მე არავისთან არაფერი არ შემეშლა. პიროვნულად ასევე უნდა იყოს ჩემთან მიმართებაში. რაც შეეხება საფეხბურთოდ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სწავლება, ახსნა, განმარტება და ასე შემდეგ და შეიძლება იგივე ფეხბურთელსაც ჰქონდეს მათ შორის კითხვა. მათ შორის მოდებაძე იყო საკმაოდ გამოცდილი და ნაკრებში ნათამაშები და მაგრამ აი მე თამამად შემიძლია რომ აი ერთ ფეხბურთელსაც კი ვერ დავასახელებ მათ შორის რომ რაიმე კონფლიქტის სახე ყოფილიყო ჩემსა და მათ შორის ისე გავიარე მთელი 3 სეზონი გორის დილაში. და ეხლა რა ფეხბურთელები ჩამოვთვალე ხო და მეორე წრეში მაგას დაემატა მარცვალაძე, კვირკველია, ნავალოვსკი, ყველა ისეთი ნათამაშები რომ ჩემ ასაკთან შედარებით და კვეკვესკირი თბილისის დინამოდან წამოვიყვანი, მაშინ ჩემთან იყო თბილისის დინამოში და წამოვიყვანი და ცალკე მოვიკითხა უნიკალს და წარმატებებს უსურვებ და
მიხარია რომ ძალიან მაგარი ნაბიჯი გამოდგა მაშინ გორის დილაში მისი წამოსვლა, იმიტომ რომ იმ სეზონში 9 გოლი გაიტანა, 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, საზღვარგარეთ წავიდა სათამაშოდ და ნაკრებშიც დავიდა. ცხადაძესთან წავიდა. მე ნაკრებშიც მოხვდა. ცხადაძე იყო ნაკრებში, სვანაძე იყო უკვე ინტერის მწვრთნელი და მაშინ მოხდა ისე რომ ინტერში წავიდა და პლუს ნაკრებში დაუძახეს და ფაქტიურად მეორე გაცოცხლება მოხდა კვეკვესკირის. პირველი იყო დინამოში რომ მოვიდა, მაგრამ მე ცხინვალში გაანათხოვრეს და მე რომ მივედი დინამოში, პირველ გუნდში არ აიყვანეს და მეორე გუნდში გამოუშვეს და მე ჩემთან იყო ის ნახევარი სეზონი და წავედი გორში, წავიყვანე და იმის მერე უკვე იწყება განვითარება და წარმატებებს უსურვებ. მოედნის მიღმა როგორი ურთიერთობა ჰქონდა ამ ასაკით უფრო აი ზუსტად მაგის აღნიშვნა მინდოდა მე აი მოედანზე ყველა მიცოდა თავის წესები და ეს ჩემს მდგომარეობაზე კი არ არის, მათ პროფესიონალიზმზეა რომ იქ საერთოდ სათქმელსაც კი არ მიტოვებდნენ რომ მე სხვანაირად მეთქვა. იმიტომ რომ შენიშვნა იცოდნენ რომ მე მწვრთნელი ვიყავი და შენიშვნა უნდა მიიღოთ და ფეხბურთელი იყო და არ ეკადრებოდა იმას რომ სხვანაირად მოქცეულ. აი მოედნის მიღმა იდეალური. აი თუ კი შეიძლება რომ ითქვას, მათ შორის უმრავლესობა ფეხბურთელებისა, განსაკუთრებით გამოცდილ ფეხბურთელებზე მაქვს მელაპარაკი, ძალიან თბილი, კარგი დამოკიდებულება ახლა რა ვიცი ერთად შეიძლება დამჯავოთ, ყავაც დაგვილებია, საჭმელის გვიჭამია და ასე შემდეგ. როგორც ნამდვილ პროფესიონალ მწვრთნელს და ფეხბურთელს შეეფერება და არაფერი იმის იქით. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ამის გამიჯვნა სამწუხაროდ არ იცია. მაგრამ აი ამ გამოცდილ ფეხბურთელებს თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ მადლობას ვეთქვი, რომ საერთოდ პრობლემა არ მქონია არანაირი. იმიტომ რომ ჩემი ხასიათიც ისეთია, რომ მე არ შემიძლია რაღაცა გავატარო და რაღაცა რომ დავინახო და თვალი დავხუჭო, არ არის ეგრე რომ დახუჭავ, ამდენსაც დახუჭავს, იმდენს დაგახუჭინებენ, ასე რომ ვთქვათ. ან საჭირო რეაგირება უნდა მოახდინო საჭირო სიტუაციაში, თუ კი რაიმე არასწორს ხედავ და არასწორი ხდება მოედანზეც და მოედნის მიღება. ხო, ერთი თუ ირევა, მერე უკვე სულ ირევა. დომინოს პრინციპია. კი ბატონო. მე მგონი გავედ ბოლოში, მაგრამ იქამდე კიდე ერთი უნდა კითხო, არ კითხო, არ გამოვა. შენ ეს სამწვრთნელო ხედვა როგორია ეგ გითხარი რა აი რა ფეხბურთის მიმდევარი უბრალოდ ეგ კი არა რა გითხარი იცი შენ ეს სამწვრთნელი იდეალი ვინ არის და მივხვდებით მე შენს რა ქვია ნუ ბევრი მწვრთნელი შემიძლია ჩამოთვალო იმიტომ რომ აი პირველი აი ვინც გააკეთა ჩემში რომ რაღაცა ხედვა ჩამომიყალიბდა ეს იყო კარლო ანჩელოტი მილანი, როდესაც 2003-ში და 2007-ში გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. და ეს ყველაფერი რა განაპირობა? თვითონ სისტემა, რა სისტემითაც თამაშობდა 4-4-2 რომბის სისტემით, ეს გახდა ჩემთვის აღმოჩენა იმ პერიოდისთვის და იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია. აი თქვენ წარმოიდგინეთ გორის დილაშიც 4-4-2 თამაშობდით რომბს და იმ სისტემით გავხდეთ რომბი უყვარს. ვაშაძეს მე მგონი გავყართ მაგრამ ბავშვი რაღაცა. რა საერთოა რეალს და გოლს შორის. მაგრამ უყვარდა ბავშვებში სულ რომბს ათამაშებინებდა ხოლმე რაღაცა. ეს ყველაფერი ოღონდ ხო რომბი არის განსაკუთრებული სისტემა, იქიდან გამომდინარე თუ შესაბამისი ფეხბურთელები არ ყავს, ძალიან რთულია რომ ეგ სისტემა ითამაშოს. და გორში რატომღაც ისე დაალაგდა სიტუაცია, სელექცია ისე ჩატარდა, რომ ამ სისტემის თამაში შესაძლებელი გახდა. თავიდან 4-3-3 დავიწყე თამაში, 2 თამაში ვითამაშე, თუ 3 და 3 თამაშის მერე გავაკეთე მომენტალური ცვლილებები. ანუ ფეხბურთელებს შეუსაბამე ტაქტიკა. თორემ ეხლა მაგალითად 4-3-3-ს თამაშობთ ჩვენ ახალციხეში. რეალურად მე შეიძლება მომწონდეს თუნდაც რომბის სისტემით ან 4-4-2 ხაზზე თამაში და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის აქცენტირებას მაინც ვცდილობ, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ისეთი Manchester City და ასე შემდეგ, რომ ჩვენ გემოზე ავაწყოთ, სისტემურად დავალაგოთ, უნდა გავითვალისწინოთ ის კრიტერიუმები, რომ რა დონის სელექცია ჩატარდა. რა თქმა უნდა, რეალურად სელექციაც ისე უნდა ტარდებოდეს, რომ კლუბს რა ფილოსოფია აქვს და მწვრთნელს რა ხედვა აქვს. ერთობლივად უნდა შეთანხმდეს მწვრთნელი და ხელმძღვანელობა, რომ აი ჩვენ ვთამაშობთ ამ სისტემას და სელექციასაც ვაკეთებთ ამ მიმართულებით რა. შეიძლება ჩვენ ახლა რომს თამაშობთ და ვიღაცა მაგარი გარემარბია, მაგრამ ვერ ჩავაჯენთ იმ სისტემაში რა. და ერთი კაცის გამოც ძნელია რომ სისტემა შეცვალო. მაგრამ არიან რომ როტაციას მიმართავენ მწვრთნელები. მათ შორის მე შეიძლება ეს მწვრთნელთაც გამიხილო, იმიტომ რომ ამ ხრივაც უამრავი გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ ბევრ კლუბში როდესაც ვიმუშავე,
თითქმის ყველა სისტემით ნათამაშე 5-3-2, 3-4-3 და ასე შემდეგ 4-4-2, 4-3-3 და მოკლედ თუ კი რაიმე სისტემა არსებობს და ყოფილა რომ პროცესში შემიცვლა. რა თქმა უნდა სანახაობრივი ლამაზი ფეხბურთი და შეტევაზე ორიენტირებული, მაგრამ აქ არის ხოლმე მეორე მაგრამ სად თამაშობ, როგორ თამაშობ, ვის ეთამაშები, რა გუნდს ეთამაშები. რა თქმა უნდა ჯობია რომ თელიან თამაშს შენ აკონტროლებდე, შენ იყო ინიციატორი, შეტევაზე მეტ აქცენტირებას აკეთებს. კი, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, რა თქმა უნდა. ანჩელოტი მან ის გააკეთა, რომ პირლო დაციას აყრდენათ რა, ფაქტობრივად პირლო თამაშობდა თითქმის გატუზოზე უკან რა, ფაქტობრივად. რომბივით ისე გააკეთა, ეგ რევოლუცია, მაშინ მილანი ძალიან ჩავარდნილი იყო იმ პერიოდში. პირლო, გატუზო, ზედოფი, რუიკოშტა ამბროზინი ეს ოთხეული ისე კაკა ისე იკრებოდა შუაში რომ თავარი არის მაგ სისტემაში საყდენი ისე უბრალოდ ოთხივე ისეთი ნახევარმცველი უნდა ყავდეს რომელმაც შეტევაც მაგრა იცის და ჩასვლა. ეხლა რამე აი ეგეთი რევოლუციური ნაბიჯის რევოლუციონერი ჩანასახი თუ ჩანს თანამედროვე ფეხბურთში. იყო გარკვეული სახით აი მაგის შემდგომ აი მე რასაც რომბი აღნიშნე და მაგ სისტემით თამაში მე უკვე წამოვიდა იგივე ბაიერნის თამაში, დორტმუნდის თამაში, ლივერპულის თამაში და მათ შორის ახლა გუარდიოლაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ სრული ინიციატივის აღება და ის თამაში, რასაც შეიძლება უმრავლესობას არ მოწონს ამდენი პასი უთქვამთ, რომ აი მაგრამ აი იმ პერიოდის 2011-12-13 აი სტრაფი კონჩეტევები, სტრაფი გადასვლები, ახლა დღეს ფეხბურთის უგადასვლებია რა, დაცვიდან შეტევიდან დაცვაში და იმდენად კომპაქტურად, იმდენად სწრაფად და იმდენად შეიძლება თავის საჯარიმოდან მოწინააღმდეგე საჯარიმოში ჩაიტანონ 3-4 წამში და შეტევა დაასრულონ და 2-3 პასით შესაძლებელია. ეს უკვე თავარია რომ იყოს სანახაობრივი მხარე და არ იყოს მართლა იმაზე დაფუძნებული რომ აი როგორ მარტო გოლი არ გაუშვა. თუმცა მათ შორის მეც მითამაში ეგეთი თამაშები და აი ბოლო წლებში თუ ხედავ ბოლო წლებში ბოლო 1-2 წელიწადში რაღაც ახალი მიმართულება აი ბოლო წლებში მე ვიზე ჩემი ძლე ახლა თქვა გამორჩეულად აი ეს ლუის ენრიკე რასაც თამაშობს, თუმცა დიდათ არ განსხვავდება გუარდიოლას ბარსელონა რასაც თამაშობს, თუმცა ერთს აღნიშნავ რომ ამ გუნდის შეტევის მერე პრევენცია ბევრად უფრო კარგი არის, ანუ კონჩეტევაზე როდესაც გადმოდის გუნდი, უფრო ფეთქებადია. დაცვით ფაზაში სწრაფად გადმოდიან და ართმევაზეც უფრო სწრაფად მუშაობენ რა და სანახაობრივი მხარეც მაღალი აქვს და საშემსრულებლო დონეც მაღალი აქვს. თუმცა ის რომ ტენდენცია რომ ავიღოთ რომ აი ახლა როგორც მე მაშინ ნახე თუნდაც 2011-12-13-14 წლებში იგივე მადრიდის რეალი იყო ძალიან აი ანჩელოტი რომ მივიდა მეორედ ეს კონჩეტევები, გადასვლები და სწრაფი თამაში ამე თვალსაჩინო ცვლილება ის არის რომ აი ახლა რაც თქვი ლუის ენრიკეს პრესის ხო მომენტი რომ კიდევ უფრო დაიხვეწა ბურთის კონტროლი, როტაციები და მერე პრევენცია შეტევის მერე დაცვით ფაზაში და ერთი დეტალი უნდა აღნიშნო რაც ცალსახა არის აი კვარას ფეხბურთიც და თამაშიც უფრო მეტად დაფასდა მაშინ, როდესაც ბევრი სირბილი დააწყებინეს დაცვით ფაზაში. ორი სახის დაცვით ფაზა არსებობს. ახლა ნაპოლიში რო აიღო ცენტრის ქვემოთ დარბოდა დაცვით ფაზაში ხო ესეა და ეხლა პირიქით ცენტრიზე ვოთ პრესინგზე მეშვეობით ხო ესეა. რა თქმა უნდა უკანაც მოყვება იქ როცა საჭიროა, მაგრამ უკვე აქ ბალანსია რომ თელი თამაში უკან არ უწევს და მერე არ გადადის კონჩეტევაზე რა. აქ შეიძლება თამაშზე მოუწიოს სულ 10-15 ჯერ უკან დაცვა რა და იქ უწევდა 30-35 ჯერ. ხო, ალბათ იმიტომაც რომ PSG უფრო წნეხში ამყოფებს და უფრო წინ თამაშობს. რა თქმა უნდა, PSG-ს საფეხბურთო ფილოსოფია უფრო განსხვავებულია, ბევრად უფრო კვარასთან ბევრად კი არა ძალიან ახლოს არის და შესაბამისად აი პრო თვალ ისა რა რაღაცა აი ეგეთი განსხვავებული ტიპაჟის მწველი დღეს აი 70-იანი წლების გადმონას გავს ჰანსი ფლიკი მგონია რა აი ესეთი ღია თამაში გახსნილი და უკან დაცვა არ მინდა და ეხა მაგას რო ცოტა პრაგმატულად ეთამაშა ხო იქნებოდა ფინალში რა თუნდოდა ეხა მაგრამ კი, აი რამდენადაც აი ზუსტად მაგ პრევენციაზე ვსაუბრობდი. რამდენადაც კარგია შეტევით ფაზაში ბარსელონა. იმდენად დაცვით ფაზაში ინტერი
მთელ სეზონში ვერიტას 3 ბურთს და 7 გოლი გაუტანა. ეს ცოტა პრაგმატული და ფინალში იყო რა. ანუ თორე ინტერი ძალიან მაგარი გუნდია, ვინმე არ გაიგოს ისე რომ მაგარ ფეხბურთსაც თამაშობს და მაგარი გადასვლებიც ჰქონდა და ინზაგის ხელში, მაგრამ რეალურად, როდესაც უკან ესეთი, აი ზუსტად ეგ აქვს PSG-ს მაგარი, რომ პრევენციას მაგრად აკეთებს. ეხლა ფინალს ვერ ვიტყვი რომ მაგრად აკეთებდა 3-0 როდესაც წააგეს, მაგრამ ფინალამდე რა თამაშებიც, ხო, რა თამაშებიც საკლუბო არ იცლება. რა თამაშებიც ითამაშა, რა ჩემპიონატიც და რა ტურნირიც უმაღლეს დონეზე იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. განსაკუთრებით კვარას მისვლის შემდეგ მეორე. აი მე ვფიქრობ რომ კვარას ფაქტორმა განაპირობა PSG-ს ესეთი მოტივირებული ეგეთები არ იყვნენ თუნდაც ბარკოლა დემბელე და დუე ესეთები არ იყვნენ. კონკურენცია და დემბელეს გოლი არ ქონდა გატანილი კვარას მისვლამდე და კვარა რო დაინახა იმ წითელი ჯაჭვი იყო რა კონკურენცია. აიწყვიტა იქ და ვეღარ აჩერებდა. და განსაკუთრებულია ჩვენი გვარა და ფაქტია რომ სადაც ჩავიდა პირველივე სეზონში დაამტკიცა ის რომ გამარჯვებისთვის და წარმატებისთვის არის დაბადებული და მაგარია ის მომენტი რომ მას ეკუთვნოდა რომ ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო გუნდი და მას ეთამაშა და ნამდვილად ესეც უსურვო. ხო, აი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა. ვისურვო. ყველა ფეხბურთელი გვიყვარს და ისა მაინც დასაბამი მაგან მისცა რა, ეს ცოტა ბიჭს. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა თქვენ. დასიამოვნო იყო მართლა. აჰოიც. წარმატებებს გესურვებთ. კიდევ ბევრ ტიტულს გესურვებთ და მადლობა ძალიან დიდი და თქვენც ახალციხეში კიდე ნელ-ნელა აწეული იყოს. თქვენ გადაცემასაც და ის რაზეც გული ყოველას ერთად შევგვტკივა და დარწმუნებული ვარ, იმიტომ საუბრობთ და იმიტომ საუბრობთ თქვენს, რომ ჩვენ გვტკივა ქართული ფეხბურთის რეალობა, გვინდა რომ უკეთესობა იყოს, გამოსწორდეს და მე ესე ვიტყოდი, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და თითო აგური დავდოთ და რეალურად უფრო მეტად შესაძლებელია, რომ წარიმართოს პროცესები ისე, როგორც ჩვენ გაგვიხარდება და ჩვენთვის იქნება უკეთესი რამე. მე ცოცხლ მართლა.